გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს დაგემოდით ძალიან საინტერესო თემით და რა თქმა უნდა საინტერესო სტუმით. დღეს ჩემი სტუმარია მარიამ გერსამია. გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მივხვდებით ამით დრო და ხართ ჩემთან ერთად. ძალიან მიყვარს თქვენი პოდკასტი და მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. მადლობა. მე მაინც წარვადგენ თქვენს პიროვნებას, ესე ვთქვათ. მარიამი არის მედია ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის მედია ხმის დამფუძნებელი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მედია ფსიქოლოგიაზე. საერთოდ რა გავლენა აქვს მედიას ჩვენ ცხოვრებაში, როგორ ხდება ფალსიფიცირებული ინფორმაციის გავრცელება და დეზინფორმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. და სანამ საუბარს დავიწყებთ, უნდა ვახსენო პოდკასტ არეა, რომელიც არის სივრცე, სადაც ცოდნის მოყვარე პოდკასტის ჩაწერები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, კლავინებულად მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დონაციით მხარში უდგას პოდკასტს და აღარ შეგაწყენ თავს უბრალოდ დეტალები იცით, რომ აღწერაში არის. და ძალიან მინდა რომ ერთი რაღაც თქვა. ეს პოდკასტი იქნება საკმაოდ შემეცნებითი, ანუ ისეთ ინფორმაციებს გავიგებთ და ავხსნით, რომელიც ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს დაეხმარება გააცნობიეროს გარკვეულ საკითხებში. ჩემი თხოვნა რომ თუ მოგეწონებათ ეს ეპიზოდი, გააზიაროთ, რომ ბევრ ადამიანის ყურამდე მივიდეს. მაგალითად, ავხსნათ ისეთი რაღაც, რომ საზოგადოებაში არსებობს აზრი და ჩვენ ვერ ხვდებით ეს აზრი საიდან წარმოიქმნა. ამიტომ ხო თუ შეძლებთ ამას ძალიან დამეხმარებით. დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში ისეთი კითხვით მინდა რომ თქვენთან გადმოვიდე, საერთოდ მედიაზე როცა ვსაუბრობთ, მინდა რომ მაყურებელს ავუხსნათ რას გულისხმობთ. არ გქონდეს წარმოდგენა რომ მხოლოდ ტრადიციულ მედიაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ დღეს არატრადიციული მედიის გავლენა მგონია უფრო ძლავრია ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ რა არის მედია და მე რა უკვე შემდეგ მედია ფსიქოლოგიაც აგვიხსენთ. მოგესალმებით. მედიაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმაციულ ეკოსისტემაზე უკვე, სადაც არის ტრადიციული მედიაც, სადაც არის სოციალური ქსელებიც, ანუ მასმედია არის სხვა, რომელსაც ცდომა აქვს გარკვეულ აუდიტორიაზე, მაგრამ ასევე არის სოციალური ქსელები, სხვადასხვა მედიუმები, რომელსაც ასევე ყავს თავისი აუდიტორია და ბუნებრივია აი ამ ეკოსისტემაში არის მრავალფეროვნებაც და არის ეკოლოგიურად სუფთა ინფორმაცია, რომელიც არის ესეთი გაფილტრული, ობიექტური და არის რაღაც ტოქსიკური ინფორმაციაც და ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მომხმარებლისთვის, რომ იცოდეს რომელი წყაროდან უნდა მიიღოს ინფორმაცია, რა დოზით უნდა მიიღოს ინფორმაცია და შეძლოს მისი გადამუშავება ისე, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ეს იყოს რესურსული, იცოდეს საფრთხეების შესახებაც, რომელიც მის გარშემო არსებობს და ამიტომაც მას სურს, რომ ნეგატიური ინფორმაციაც იცოდეს თავისთავად და ასევე მიიღოს გარკვეული რესურსები იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი მედეგობა, რომელიც მას აქვს აი ამ ინფორმაციის გადამუშავების პროცესში. იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ძალიან სწრაფად განვითარდა, ახალი მედიუმებით შეიქმნა და ახალ მედიუმებში გულისხმობთ არა მარტო თქვათ თავიდან იყო რადიო, მერე ტელევიზია, მერე ინტერნეტი დაუშვა და ეხლა რაღაცა ესეთი უკვე ძალიან მრავალფეროვანია, ეხლა ხელოვნური ინტელექტიც წამოგვეწია და ფიზიოლოგიურად და ევოლუციურად ადამიანი ესე სწრაფად ბუნებრივია ვერ ვითარდება, ხო? და ჩვენი ორგანიზმი რაც იყო თქვათ 1000 და მილიონი წლის წინ ჩამოყალიბებული როგორც არის, ისე ვხვდებით ჩვენ და იმ ტრიგერებზე რეაგირებთ და ვცდილობთ რომ უპასუხოთ. და ადამიანი რამდენადაც ძალიან ძლიერი არსებაა და ადაპტირების უნარი აქვს, მას აქვს რაღაც თავისი ბუნებრივია სისუსტეებიც და მას ჭირდება რესურსები და ამიტომ მედია ფსიქოლოგია, რომელიც სწავლობს როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის ქცევაზე, ემოციებზე, ფიზიოლოგიაზე, მეხსიერებაზე და სხვა, სწავლობს როგორც ამ ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ეფექტებს.
და ჩვენ აი უნივერსიტეტშიც ეს მედია ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ინგლისურენოვანი გვაქვს, სწორედ აი დატვირთული გვაქვს აი ამ თემებით და ამ მხრივ შეგვიძლია სასარგებლო რჩევებიც მივცეთ როგორც მედიის მომხმარებლებს, ისევე მედიაში მომუშავე ადამიანებს. თუმცა მედია ფსიქოლოგები ეს არ არიან ადამიანები, რომელიც კლიენტებს იღებენ, თქვენ ვერ ნახავთ ესე აბრას მედია ფსიქოლოგი და ეს არის უფრო რა კვლევითი და კონსულტირების მიმართულებით. ძალიან საინტერესო. კი. პრინციპში გადავიდეთ პირველ განხილვის საგანზე, მედიის გავლენის ფსიქოლოგია. ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ რა გავლენა აქვს ადამიანის გადაწყვეტილებებზე და ქცევებზე. გამოვყოთ სამი მიმართულება, ეს არის კოგნიტური ასპექტები, ემოციური ასპექტები და ქცევითი ასპექტები. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ზუსტად ამ სამ მიმართულებით მედიას ადამიანს. მედია ფსიქოლოგია თვითონ სოციალური ფსიქოლოგიის განშტოება არის, მოდი ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ემოციებზე მას გავლენა აქვს, ისევე როგორც ადამიანის ქცევებზე და მედია არის ჩვენი არაფორმალური განათლების წყარო, მოდი ესე ვთქვათ. ეხლა ჩვენ როცა გვინდა რომ ახალი ცოდნა მივიღოთ, ხო, ყოველ წელს უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებთ. ეხლა 20 წლის წინ რაც იყო აქტუალური და რაც ჩვენ ვისწავლეთ უნივერსიტეტში, დღეს უკვე ეს ცოდნა მოძველებულია და მუდმივად აი ამ ფორმალური განათლების მიღების პროცესში ვერ იქნება ადამიანი და მედია არის ის ფანჯარა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ ეს არაფორმალური ცოდნა, არაფორმალური განათლება და ვიყოთ მზად რაღაც გარკვეული გამოწვევებისთვის, ხო? ამიტომ აი ეს ფუნქცია მედიის, რომ აი ეს უხილავი მოთამაშე არის ყველგან, ხო? და მათ შორის განათლების მიღების პროცესშიც, რა თქმა უნდა, რჩება. მაგრამ მედია თან გვასწავლის, ხო? სოციალური დასწავლის კუთხითაც თავისი ფუნქცია აქვს. გვასწავლის სტერეოტიპებსაც გვიყალიბებს, ამცირებს ამ სტერეოტიპებს, ეს კიდევ ცალკე მიმდინარეობა არის და ამაში მედიის როლი, კინოს როლიც და პოპკულტურის როლი არის ძალიან დიდი და მედიას შეუძლია რომ ასწავლოს ადამიანს რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს. მაგალითად კრიზისების დროს როგორ მოიქცეს. მაგალითად სტიქიური უბედურებების ან ომის დროს, აი ესეთი ტრაუმული გამოცდილების დროს რა შეუძლია რომ მან გააკეთოს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ მაგალითად უბედურ შემთხვევებს ან კრიზისს უყურებთ მედიით, მიჯაჭულობა უფრო მეტია მედიაზე, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ნეგატიურ ემოციებზე უფრო რეზონირებს, იმიტომ რომ ტვინში დიფერენცირებული არის ნეგატიური ემოციები, ამიტომ შიში, ბრაზი, სევდა ესეთი ემოციები, რომელზეც უფრო ჩართული ვართ. ხანდახან მედიას რო ადანაშაულებენ ხოლმე რა არის ამდენი ნეგატიური ამბები, ეს მედიის ბრალი კი არ არის, ეს არის ის, რასაც ადამიანი იქიდან გამომდინარე, რომ მას ყოველთვის გადარჩენისკენ ქონდა, ხო? ამაზე უფრო რეაგირებს, რომ იცოდეს, აკონტროლოს მის გარშემო რა ხდება და საფრთხეებზე ქონდეს წარმოდგენა. თქვენც თუ დააკვირდებით, აი რეპოსტები და შეარები და სულ აი ხო ესეთი ამბავი თუ არის, ყველანი უფრო ჩართულები არიან, ხო? ამიტომ ამ სიტუაციაში, როდესაც აი მედიის მოხმარება იზრდება, ხოლმე მე ადამიანი ვეღარ აკონტროლებს რა დოზით თუ დამიიღოს და აი ხდება გადამუშავება უკვე აღარ შეუძლია ამდენი ნეგატიური იმის და გამოფიტვა ხდება. და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ჩართოს სწორედ ის რესურსი, რომ მიეხმაროს ადამიანს რესურსების აღდგენაში, ხო? და აი ეს ფუნქცია არის, ეს პროსოციალური ქცევების გამომუშავების ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ეს აი რას გულისხმობს მაგალითად. რაღაც ბუნებრივად ხდება ისე თითქოს, რომ აი თუ გადახედავთ თქვენ მედიის დღის წესრიგიც როგორი არის პროგრამირება, ხო? იქ სადღაც კინოა, სადღაც მუსიკა, სადღაც ახალი ამბავია, სადღაც საგანგებო ეთერია, ხო? ეს თითქოს ბუნებრივად ესე ლაგდება. მაგრამ როდესაც აი ძალიან კრიზისული სიტუაციაა და მედიაც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ადამიანებიც ჩართულები არიან, განსაკუთრებით აი საომარი სიტუაცია, სადაც არის ან პოლიტიკური კრიზისები, სადაც არის, ხო? ან თქვათ, სადაც ძალადობას უყურებთ ჩვენ, სადაც ფემიციდის შემთხვევებია, აქ მედიას შეუძლია რომ ადამიანებს უბიძგოს
იმას, რომ გახდნენ ემპათიურები. ანუ მხარდაჭერის ჩვენება ამ დროს და ადამიანების ჩვენება, რომელიც გამოხატავენ მხარდაჭერას, რომლებიც გამოხატავენ ემპათიას მსხვერპლის მიმართ, გარკვეულ სოლიდარობას გამოხატავენ, აი უკრაინის ომის დროს მაგალითად ჩვენ გვახსოვს იგივე ეს აქციები იყო თუ დროშები იყო თუ ეს ყველანაირი ფორმით მედია ცდილობდა რომ ეჩვენებინა ეს, რომ ეს არის დამხმარე რესურსი ამ დროს, ადამიანი ხვდება რომ არსებობს რაღაცის იმედი, ინსპირაცია, შეიძლება ეს იუმორითაც და კრეატიული ფორმითაც იყოს გამოხატული, მაგრამ ამას ბუნებრივად აკეთებს ადამიანი. ის რომ იგივე ტრაგიკული მოვლენების დროს ჩვენ გვინახავს, ხო, ადამიანი შეიძლება გლოვდეს, მაგრამ ღეროდეს. ესეთ ბუნებრივი რეაქცია არის ჩვენი ფიზიოლოგიის, რომ ორგანიზმი ხვდება, რომ აი სადღაც აი ესეთი მძიმე პერიოდში საჭირო არის ამ მიკროპოზიტიური რესურსების ჩართვა, სადღაც იმღერებს, სადღაც გაიცინებს, სადღაც სოლიდარობას გამოხატავს, ჩაეხუტება ადამიანს, აჩვენებს რომ ის მარტო არ არის და ეს შველის და მედია ამ შემთხვევაში ეს სარკე საზოგადოების რომელიც არის აი ამ ბალანსში რა თქმა უნდა მონაწილეობს და ის შეიძლება იყოს რესურსულიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ ნეგატიური ემოციების გამოწვევა უფრო მარტივად შეიძლება ვიდრე პოზიტიური. და მსახიობებსაც კი ვთქვამთ ხოლმე, რომ უფრო იოლი არის გაბრაზების თამაში, ვიდრე იმისი, რომ გაგიხარდა რაღაცა და ხელოვნურია. იმიტომ რომ ტვინი ესეა გავარჯიშებული. ტვინშიც ესე ხდება. ადამიანს თუ გულწრფელად არ უხარია რაღაც შეატყობ, ხო? და მოწყენილი სახის და გაბრაზების ჩვენება უფრო ამაში უფრო გაწაფულია ადამიანი. ესე არის უბრალოდ ევოლუციურად ესე მოვდივართ. მაგრამ ამიტომ ხა ჩვენ რომ ვამბობთ ადამიანებს რომ რაღაცა თითქოს ეს პოზიტიური ფსიქოლოგიაც იმას კი არ გეუბნება რომ შენ ხა მაინდა-მაინც უკაი ხასიათზე უნდა იყო და არა პირიქით ის ნეგატიური ემოციები როგორ უნდა გადახარშო და საფრთხეებზე რეაგირება თუ არა და საფრთხის იდენტიფიკაციას თუ არა გეთებ ვერ გადარჩები ეს ადამიანი უნდა იცოდე ხო რა და როგორ მაგრამ აი ის რომ აი ეს პოზიტიური მომენტები როგორ გავაჩინოთ რომელიც ჩვენ გვჭირდება ხო სიმშვიდე გვჭირდება გამოძინება გვჭირდება რესურსების განახლება გვჭირდება განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციაში როდესაც მოწყვლადები ვართ ამ დროს არის ერთი ემოცია, დადებითი ემოცია, რომელიც მთლიან კალათაშია, ესე დიფერენცირებული კი არ არის ნეგატიური ემოციებისთვის. მთლიან კალათაში არის ესე მოთავსებული. ერთი ემოცია არსებობს, რომლის ხელოვნურად გამოწვევა შეგიძლია ყოველთვის. და ის არის ბუნებრივი. და ეს არის აი ისეთი კარგი რესურსი ადამიანისთვის, რომ აი ნებისმიერ მომენტში შეგიძლია რომ შენ თავს უცბად ეს უთხრა. ეს არის მადლიერება. ეს ანუ ყოველთვის შეგიძლია მოძებნო ადამიანმა საბაბი, რომ უთხრა მადლობა შესაკუთარ თავს, შენ გარემოცვას, თქვენ რომ ვინც ახლა გვისმენთ ჩვენ და ჩართული ხართ და ეს ადამიანს ძალიან დიდ რესურს უქმნის რაღაც დღის მანძილზე, აი მადლიერების დაფასაც ეძახიან, რომ რაღაც ჩამოწერე, თქვათ, აი გონებაში რისი მადლიერი ხარ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლა ცდილობს, რომ დაიცვას სხვა ადამიანი, გვერდში დაუდგეს სხვა ადამიანს, ხო, გაამხნევოს და ამ ხრივ, ჩვენი მთავარი როლი ადამიანის მაინც ემპათია არის, ხო, ამიტომ გამოვირჩევით და არა თქვა IQ, რომელიც რაღაც ხელოვნურ ინტელექტსაც გადასარევს, ჩვენზე მეტია, მაგრამ ემპათია სხვა არის მაინც, ხო? ამიტომ აი მედია აი ამ ყველაფერში რა თქმა უნდა მას შეუძლია რომ ეს გააძლიეროს. მე იმას არ ვამბობ რომ მედიას დრამატულად შეუძლია, ხა არ არის ესე რომ ესა all powerful media თეორია არსებობდა, რა აი ყველაფერი შეუძლია მედიას და როგორც კი ახალი მედიუმი ჩდება, ხოლმე იმ წუთში ეს მოდის რა, რომ აი გამოჩნდა ტელევიზია და ყველას ეგონა რომ აუ ტელევიზია, მე ინტერნეტი, აუ ინტერნეტში, მე სოციალურ ქსელებში, აუ რევოლუციების მოხდენა, აფერი ეგეთი რაღაცები არ ხდება. მედია შეუძლია მობილიზება, მაგრამ ეს არ არის ის ყოვლის შემძლე მექანიზმი, რომელსაც რაღაცების შეცვლა დრამატულად შეუძლია. ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებითაც შეგვიძლია, ადაპტირდებით და ნახავთ, რომ რეალურად ეს არის ჩვენი ცხოვრების რაღაც თამდები ინსტრუმენტი და როგორც მარშალ მაკლუჰანი იტყოდა და მედია არის ადამიანის სხეულის გაგრძელებაო. რეალურად ის, რასაც მედია ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიურად აკეთებს, ეს ყველაფერი
ჩვენივე წარმოდგენაში არსებული მოდელები და ალგორითმებია, რომელსაც უბრალოდ ტექნოლოგიებით მე ვქნით. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ აი აქ შემოდის ზუსტად აზრის ჩამოყალიბება, მედიას შეუძლია აზრის შექმნა საზოგადოებაში, ხო? დამოუკიდებელი მედიებიც არსებობენ, მედიაში უკვე ესეც იგულისხმება, მაგალითად, მე რომ ვიდეოს გადავიღებ და დავდებ სოციალურ ქსელში და გავავრცელებ, ხო? ესეც გარკვეული ტიპის აზრის ჩამოყალიბება, ანუ გავრცელების შესაძლებლობა მაქვს, მეც მედიის ნაწილი ვხდები, ხო? ეგეთ მომენტში, როდესაც რაღაცას ვავრცელებ, მაგრამ რათა ტრადიციულ მედიებს განსაკუთრებით, ხო, ჩვენ ქვეყანაში. იმიტომ რომ ჯერ კიდევ მომხმარებელი ვართ მეტწილად ტრადიციული მედიის, რაც შეიძლება არ შეინიშნებოდეს პირობითად ევროპაში და თქვათ ამერიკაში, ხო? შეუძლია აზრის ფორმირება, აზრის ჩამოყალიბება. არსებობს რამდენიმე მექანიზმი, როგორც მე ვიცი, მაგალითად ჩარჩილს ეფექტი და ის მექანიზმები, რომლებიც აყალიბებს აზრებს. ჩვენ აუცილებლად გადავალთ დეზინფორმაციაზე, რომელიც ასევე მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი არის დღევანდელობაში, მაგრამ მინდა რომ აზრის ჩამოყალიბებაზე ვიყო. თქვენ თქვით რომ ესე რაღაც სასწაულების მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ ხედავთ ბევრ რამეს და ხვდებით რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილების აზრის ჩამოყალიბება შეუძლია. და ამისთვის არსებობს რაღაცა კარგად შესწავლილი და გაწერილი მექანიზმები, ხო, როგორც ხდება ეს ყველაფერი და მინდა რომ აგვიხსნათ და მოგვიყვეთ რასთან გვაქვს საქმე, რა ეფექტებია და როგორ ხდება ეს ყველაფერი. თემა ძალიან ვრცელია და შევეცდები რომ მიმოვიხილო თქვენთან ერთად. პირველ რიგში ადამიანის სამყაროს შესახებ ინფორმაციას იღებს იქიდან გამომდინარე, რასაც უყურებს და რაღაცი გამოცდილებაც, პირადი გამოცდილებაც აქვს. მე შეიძლება არ ვიყო რომელიმე ქვეყანაში ნამყოფი და მარტო მედიით ვიცოდე, ან კინოებით მქონდეს წარმოდგენა. ანუ ჩემ გონებაში არის რაღაც იმიჯები გამზადებული, გამოსახულებები, რომლებიც მეცოდნას მაძლევს მათ შორის იმ თემებზე, რომელთანაც მე პირადი გამოცდილება არ მქონია. სხვა არის, როცა მე პირადი გამოცდილება მაქვს, ხო? როცა ჩემი ოჯახის წევრი ან მეგობარი კიდე თავის პირად გამოცდილებას მიყვება. ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ არის თემები, რომელზეც ჩვენ მარტო მედიით და მარტო პოპკულტურით და ფილმებით შეგვიძლია შევიქმნათ ეს გამოსახულება. აი სწორედ აქედან იწყება ეს მედიის თეორიების მთელი ესე ჯაჭვი და ძაფი, რომელიც მოდის, რომ საეტაპო წიგნი დაწერა უოლტერ ლიპმანმა public opinion, საზოგადოებრივი აზრი, სადაც თქვა, რომ ადამიანის გონებაში არსებობს გამზადებული გამოსახულებები და ადამიანი ქმნის ფსევდორეალობას და ეს არის 1922 წელი, როცა ჯერ საერთოდ არ არსებობდა ტელევიზია და წარმოიდგინეთ ადამიანი უკვე აი ამ წარმოების პროცესში იყო, ანუ ჩვენი გონება მუდმივად ქმნის თავისი ფანტაზიით მათ შორის იმ ფსევდორეალობას, რომელიც შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორც ის სინამდვილეში არის. და ჯერ კიდევ აი პლატონი საუბრობდა ამაზე თავის წიგნში სახელმწიფო, არის ესეთი ღვიმის ალეგორია, სადაც შეუძლიათ რომ ჩვენმა პოდკასტის მსმენელებმაც გადახედონ კიდევ ერთხელ. ღვიმის ალეგორიაში პლატონი ამბობს ესეთ რამეს, რომ იქ არიან ღვიმეში პატიმრები, რომლებიც მიჯაჭულები უყურებენ კედელს, სადაც ჩრდილები მოძრაობენ, ოღონდ ეს ჩრდილები და ნივთები არის კედლის უკან მსახიობების მიერ დადგმული სიუჟეტები, ასე ვთქვათ. და როდესაც წლების მანძილზე ეს უყურებენ ამას, ხო, მათ არ იციან რომ ეს მსახიობებია და ეს რეალობა გონიათ. და ნუ მოკლედ რომ მოუყვე, ძალიან საინტერესო დიალოგები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ეს კედელი ჩამოიშლება, მათ ეტყვიან, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ უყურებდი, სინამდვილეში დადგმული იყო მსახიობები და ეხა ამოდი და ამოიყვანენ ამ ღვიმიდან და აჩვენებენ, რომ სამყარო როგორია. პლატონის ვასკითხოს, როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები ამას დაიჯერებენო? და პასუხი არის, რომ არა. ეს ძალიან ძნელია რომ დაიჯერო. და ალბათ ჯობია რომ შეიძლება უკან ჩასვლაც მოუნდეთ ისევე.
და ჯობია ჯერ ღამე ამოვიყვანოთო რომ შეებუონო აი ამ მზის სინათლეს ვარსკვლავებს ჯერ მერე მზე აი ნელ-ნელა შეაჩვიო იმ რეალობას რომელიც არისო და აი საბჭოთა კავშირზე ეს ფანტასტიკურად შეგვიძლია აი როდის პლატონი იყო და როდის ხო რომ და პროპაგანდა რომელსაც საბჭო რომ ადამიანებს რეალურად აჩვენებდა იმ რეალობას რომელიც არ არსებობდა და როდა დაინგრა ეს რკინის ფარდა რომ გაიხსნა და დაინახა ადამიანმა როგორია ევროპა, ამერიკა, სამყარო როგორია, დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც მათ შეიძლება გითხრა არა ის კარგი იყო და ეს იცით არ არის მარტივი პროცესი. ეს არ არის მარტივი პროცესი და რეალურად აი ეს პროპაგანდისტული მთელი მედია და ამას საბჭოთა კავშირი აი ამაში ხო აი შესანიშნავად აკეთებდა და რუსეთი აგრძელებს ამის კეთებას არა მარტო თავის ქვეყანაში არამედ სხვა ქვეყნებშიც რომ ქმნის აი ამ ფსევდორეალობას რომელიც მერე ამახინჯებს აი ამ რეალობის აღქმას და მთელი პროგრესი ამას ლიპმანი ამბობს რომ არის ამ ფსევდორეალობების ნგრევა ხო მაგრამ აი ამ პროცესში რა თქმა უნდა ჩართული არის მედია სოციალური ქსელებიც არის ვიცით რომ არსებობს ტროლების მთელი ქართნები რომლებიც აი ამ ფსევდორეალობის შექმნაში მონაწილეობენ კიდევ და ადამიანი რომელიც არის მომხმარებელი მან უნდა იცოდეს როგორ არ დაზიანდეს იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის აი ჩვენ ფსიქოთერაპიაში მე ფსიქოთერაპევტის დიპლომიც მაქვს და აქედან გამომდინარე მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ თქვა რომ ფსიქოთერაპევტის მუშაობა არის ძალიან ეკოლოგიური უნდა იყოს ანუ არ უნდა მიაყენოს ზიანი იმიტომ რომ ეს არის ბეწვის ხიდი და ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ძალიან მოზომილი. რას აკეთებს კრემლი და რას აკეთებს ამ შემთხვევაში რუსეთის პროპაგანდა. მან იცის ყველა ეს ტექნიკა სად შეიძლება რომ ადამიანს ზიანი მიადგეს და იმის მაგერად რომ ეკოლოგიურად იმუშაოს პირდაპირ ურტყამს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას. ანუ ყველა ის ხრიკები, რომელსაც ძალიან პროფესიონალურად გათვლილი აქვთ მათ, ხო, რეალურად მიზანი რაც არის, ის გათვლილია იმისკენ რომ ზიანი მიადგეს ადამიანს, გამოიწვიოს უიმედობა, გამოიწვიოს დეპრესია, ნიჰილიზმი, ასე შემდეგ და ამიტომ არის სწორედ რომ უკვე აი ეს რუსული არხები მათი ასე ვთქვათ სწორი სტიგმატიზაცია მოხდა იმ კუთხით რომ ისინი აღქმულია როგორც იარაღი ადამიანის წინააღმდეგ და არა როგორც მედია საშუალება. ამიტომ აი ეს ამ ეკოსისტემაში ეს განზომილება შემოვიდა რომ არსებობს ეს მრავალფეროვანი ეკოსისტემა, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმები და დიქტატორული რეჟიმები იყენებენ, ისინიც ადაპტირდნენ და იციან უკვე როგორ გამოიყენონ ეს იმისთვის, რომ გააძლიერონ თავისი რეჟიმები და ეს საფრთხეები, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მედიის მომხმარებელთან მიდის, რომელმაც რაღაც თავდაცვის მექანიზმებიც გამოიმუშავა და უკვე უნდა გამოიმუშაოს შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება ეს agenda setting-ის დღის წესრიგის თეორიას, სწორედ აქედან აი ლიპმანიდან დაინახეს დღის წესრიგის თეორიის ავტორებმა, რომელიც დონალდ შოუ ჩემი მეგობარი მივცემ თავისუფლებას იყო ამერიკელი პროფესორი, რომელიც ორჯერ არის საქართველოშიც ნამყოფი, ჩვენ სამაგისტრო პროგრამაზეც კითხულობდა, მოფერებით ბაბუს ვეძახდით ყველა ესეთი და სხვა ძალიან საინტერესო რაღაცები აქვს საქართველოზე ნათქვამი მაშინ 2012-13 წლებში და მათ აიღეს აი ეს აბსოლუტურად რომ ადამიანის გონებაში არის გარკვეული გამოსახულებები, გამზადებული იმიჯები და მედია ამაში მონაწილეობს. მათ ეს ჰიპოთეზა მოუვიდათ თავში, რომელიც დატესტეს და ამერიკული არჩევნების დროს, პრეზიდენტის არჩევნების დროს მათ ჩაატარეს საეტაპო კვლევა დღის წესრიგის, რომელმაც დაადასტურა, რომ ის რასაც რა თემებზეც მედია საუბრობს, ის თემები პრიორიტეტული ხდება ადამიანისთვის. ანუ ერთის მხრივ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში
თავარი კითხვა რაც არის ერთ-ერთი რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ჩამონათვალს იღებდნენ და მეორეს მხრივ უკვე მედიის კონტენტი რაც იყო ის რა თემებზე საუბრობდა და აი ეს კორელაცია იყო მართლა რომ იმის და მიუხედავად სინამდვილეში რა თქვათ დამატებითი მონაცემებით რა თემები როგორ ვითარდებოდა მედიას შეეძლო რომ რაღაც წინ წამოეწია. და ახლა საინტერესო არის კიდე რომ მთავრობას თავისი დღის წესრიგი აქვს და მაგალითად ავტორიტარულ ქვეყნებში მთავრობის დღის წესრიგი და მედიის დღის წესრიგი ერთი და იგივეა. დემოკრატიულ ქვეყნებში როგორ არის რომ აი კორელაცია არის 0.5 0.6 მათ შორის საზოგადოებრივი და მედიის დღის წესრიგიც ახლა ესე არ ემთხვევა ერთმანეთს ანუ ეს დღის წესრიგები ესე იქმნება. ანუ ამ თეორიის მიხედვით მედია გვეუბნება არა როგორ ვიფიქროთ, არამედ რაზე ვიფიქროთ. ახლა მე უკვე ხო განვითარდა ეს თეორიაც და აღმოჩნდა რომ მეც და თქვენც რო გვეკითხებიან, ვამბობთ რომ ქალთა უფლებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კი, მნიშვნელოვანია. მაგრამ მე ქალთა უფლებებში სხვა რაღაცას გულისხმობ და თქვენ ქალთა უფლებებში სხვა რაღაცას გულისხმობთ. და შეიძლება ეს იყოს რადიკალურად განსხვავებული ჭრილები. ჩემთვის შეიძლება ეს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და თქვენთვის შეიძლება პირიქით. ეს არის რომ, რა ვიცი, სახში თავისთვის ბევრი ფული კონდეს მის ქმარს და ეს ხო არ ვიცით. ამიტომ აი ფრეიმინგის თეორია უკვე ჩვენ გვეუბნება რომ მედია გვეუბნება არა მარტო იმას, რაზე ვიფიქროთ, არამედ როგორ ვიფიქროთ. და აი ფრეიმინგის ამ ჩარჩოს თეორიის ყველაზე კარგი მეტაფორა არის ფანჯარა. რომ აი აქ რო ფანჯარა ამოვჭრათ ჩვენ, დავინახავთ ერთ კონკრეტულ სივრცეს, მაგრამ ეს ფანჯარა რო ამოვჭრათ აქეთ, სხვა რაღაცას დავინახავთ, ზევით რო სხვა რაღაც. ანუ ეს არის რეალურად ფანჯარა, რომელსაც მედია აღებს და ჩვენ ხედავთ, ახლა ფანჯარა ეს ფრეიმები რისგან შედგება? წყაროები გამოსახულება, მუსიკა, ინფორმაცია, ყველაფერი ამაში გადის და ბუნებრივია მედია ვერ მოგაწოდებს ყველაფერს, რაღაც სელექციას აკეთებს, ხო? და აი ამ სელექციის პროცესში იქნება ზუსტად ეს ფრეიმები. და ეს მეორე ასე ვთქვათ თეორია არის ეს ფრეიმინგის თეორია, რომელიც გვეუბნება როგორ ვიფიქროთ. მაგრამ აქაც რაღაცა გარკვეული ჩაშლები არის და მე წამოვიდა უკვე პრაიმინგის თეორია, რომ აი რაღაც ერთი კონკრეტული თემა არის, რომელსაც მე იღებს და თქვა დღის მანძილზე ბევრი ამბები, რომელიც გითხრა, მე ერთ თემაზე ტოქ-შოუს აკეთებს ან პოდკასტს აკეთებს, ხო? ანუ იმ თემის პრაიმინგი არის უკვე და აი ეს ამ საკითხებს სწავლობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანებს უქმნით უკვე წარმოდგენას და გამოსახულებებს, თქვათ, როგორი არის სამყარო მათ გარშემო, როგორი არის სხვა ქვეყნები იქნება თუ სოციალური ჯგუფები იქნება და რა თქმა უნდა манипуляციის რესურსიც არის, იქ პოლიტიკოსებიც არიან, იქ დემოკრატებიც, პოპულისტებიც და აი ამაში ყველაფერში რა თქმა უნდა მედია არის ჩართული და ჩვენც ვართ ჩართულები როგორც მომხმარებლები, ჩვენც ქმნით ინფორმაციას და ჩვენც ვაზიარებთ. ერთია პროფესიონალი ჟურნალისტები რას აკეთებენ და მეორე მოქალაქე ჟურნალისტები რას აკეთებენ და დღეს ძალიან გამოიკვეთა განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში იკვეთება ხოლმე მოქალაქე ჟურნალისტების როლი რომ ამოიღებს smartphones ჩართავს ლაივს და გადაიღებს და ამერიკაშია ეს ცნობილი კადრი პოლიციელის რომელიც დაახჩო ასე ვთქვათ ეს გადაიღო 16 წლის გოგომ რომელიც პოლიციის პრემია აიღო უწყვეტი კადრი გადაიღო ლაივი და არც ჟურნალისტია და არც აგრძელებს თავის ჟურნალისტურ მოქმედებას მაგრამ ეს სოციალური მოძრაობები გამოიწვია მისმა ამ ვიდეომ და აი ჩვენ ხედავთ რომ იგივე უკრაინის ომში იგივე საქართველოში მიმდინარე მოვლენებში იქაც ჟურნალისტები არიან, მოქალაქეები არიან, რომლებიც ლაივს გვიჩვენებენ და ხშირად ჟურნალისტებს ჩვენი პროფესიული ფილტრები გვაქვს, რა ყველაფერი ეთერში არ უნდა გავიდეს, რაღაცები უნდა დაიბლაროს, რაღაცები ან ბევრი შეთანხმება საჭირო, რომ სარედაქციო პოლიტიკა, აი პროდიუსერი, აი ეს ბუნებრივი ის არის, ხო? რაღაც და მოქალაქეს არაფერი არ ჭირდება, იმენ რაც რეალობა დაინახა აჩვენა და მე ხშირად მithქვამს ხოლმე, რომ აი ის რომ ჩვენ უკრაინის ომი დავინახეთ, აი მთელი იმ სისასტიკით, რაც რეალობაში იყო, ეს სამოქალაქო ჟურნალისტების დამსახურება იყო. იმიტომ რომ ტრადიციულ მედიას შეიძლება ისე გაეფილტრა და დაებალანსებინა, რომ საერთოდ აი ეს სხვანაირი ყოფილიყო. აი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ახალი მიმდინარეობა არსებობს სოლიდარობის ჟურნალისტიკა, სადაც
როდესაც ჩვენ ვაშუქებთ ძალადობას მაგალითად და მაგალითად ფემიციდს, ხო? ვთქვათ, ქმარმა მოკლა ცოლი. არაფრით არ შეიძლება, რომ მოდი ხა დავაბალანსოთ ჩვენ და მეორე მხარე და იქ მე ისეთი კარგი ბიჭი იყო და ეგება ცოლმა რაღაც გააკეთა, რაღაც რო ამართლებენ ხომ ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ მიკერძოებულად მსხვერპლის მხარეს და მოწყვლადი ჯგუფის მხარეს უნდა ვიყოთ და აი ის რო რაღაც გამართლება მოუძებნო მსხვერპლის მისამართი ძალადობას, ეს სოლიდარობის ჟურნალისტიკაში არ მოსულა რა, იმიტომ რომ ეს არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ემპათიურები და კი მიკერძოებულად უნდა ვიყოთ ემპათიურები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებენ, იქნებიან ეს უკრაინელი ხალხი, ბავშვები, ქალები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები, თუ სხვები და საერთოდ ნებისმიერი მსხვერპლი, ხო? კი, და მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა წინააღმდეგაც პროპაგანდა აი ამ სიძულვილის ენითაც მუშაობს, იმიტომ რომ სიძულვილის ენა ყოველთვის ჭირდება დეზინფორმაციას იმისთვის, რომ უფრო სამიზნე გამოკვეთოს და ხშირად ამას აკეთებს და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ამას არ აუყვეთ. კი, ერთი კითხვა მაქვს ჩარჩოს ეფექტზე რა. თქვენ როგორც ახსენეთ, სხვადასხვა ჩარჩოები, სხვადასხვა მიმართულებით გაჭრილი ჩარჩოები, სხვადასხვა რაღაცას გვაჩვენებს. მაგის გარდა, რასაც გვაჩვენებს, ის ხო რჩება გარშემო კიდე რაც არის, რაც ზემოთ არის, რაც გვერდით არის, რაც უკან არის, რაც წინ არის, ხო? იმას ხო ჩვენ ვერ ვხედავთ პრიზმაში, ერთ პრიზმაში ვუყურებთ ასე კონკრეტულ გამოსახულებას. ეს ხო შესაძლებელია, რომ ბოროტად იყოს გამოყენებული, რაღაცა კონკრეტული გამოსახულება აჩვენოს მედიამ და საზოგადოება შეუქმნას აზრი, რომ ეს არის მხოლოდ რასაც შენ ეხლა ხედავ და რა ვიცი, ჩემი დაკვირვებით ადამიანებს არ უყვართ ხოლმე იმის იქით ფიქრი, რასაც უყურებენ, ან რასაც ისმენენ და რატომღაც იჯერებენ იმას, რასაც უყურებენ და ისმენენ და არ ფიქრობენ, რომ აი ეხა იქ რაღაც შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც არ ჩანს. ან იყოს ნათქვამი რაღაც, რომელიც იმის უკან კიდე რაღაც არის ნათქვამი. როგორც თქვენ ახსენეთ, გონებას ხო ეს ფუნქცია აქვს, რომ ზედმეტი ფიქრისგან თავს გარიდავს, იმიტომ რომ დისკომფორტია ხო, რაღაც მომენტში გონებისთვის რაღაც განსხვავებული აზრის შემოტანა. როდის ხდება აი ეს ჩარჩოს ეფექტი, თქვათ, არა ეკოლოგიური, როგორც თქვენ ახსენეთ. ჩვენ ხარ საუბრობთ რეალურად პოლარიზებულ მედიაზე, ნახე, სადაც ორი სხვადასხვა რეალობა შეიძლება ჩანდეს და რა ქნას ახლა ამ შემთხვევაში ადამიანმა. კვლევები რასაც გვიჩვენებს, ეს არის, რომ რანაირი მრავალფეროვანიც არ უნდა გავხადოთ ჩვენ და უთხრათ ადამიანს, რომ კარგი რაღაც აქაც შეიხედე, აქაც შეიხედე, ესეც ნახე, არა. ის მაინც მისი მრწამსი რანაირიც არის, მაინც იმ მედიას ჩართავს და გაიმყარებს იმას, იმიტომ რომ ეს არის რაცა გამოყენების და დაკმაყოფილების თეორიასთან კავშირში, მასლოუს პირამიდასთან კავშირში, რაღაც მოთხოვნილება აქვს, რომ მე ხო მართალი ვარ, ეხლა მოდი დამიდასტუროს, რომ მართალი ვარ, ჩართო ის ტელევიზია, რომელიც ამას დაუდასტურებს. და ამითი ის სიტყვის, რომ აი ხო ვამბობდი ეხლა, რომ აი მე ესე იგი და აი ამ ციკლში არის მოქცეული. გარდა ამისა, უცნობი ინფორმაცია, როდესაც მოდის, აი ახალი ინფორმაცია, როდესაც მოდის, რომელიც საერთოდ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ეს რა თქმა უნდა შიშით წვევს, რომელიც მერე აგრესიაში შეიძლება ტრანსფორმირდეს. ამასაც იყენებენ როგორ, ხო? რომ მაგალითად, სადაც ადამიანს ისე ცდილობენ რომ მიაწოდონ ინფორმაცია რეკლამაში, მაგალითად, რომ ეს მისთვის ნაცნობი იყოს. ხო, იქ რა ცნობილ ადამიანს ცნობილი ადამიანი ვიცნობ. ესე იგი არ არის ჩემთვის საფრთხე, ხო? უკვე ფიზიოლოგიურად მოვდუნდი, ხო და მე მითხრა, რომ აი ეს ჩიპსი არის კარგი და შეგიძლია. მე შევედი მაღაზიაში და უკვე ვეძებ ნაცნობს. ნაცნობი რა არის, იმიტომ რომ ჩემთვის ეს უსაფრთხოებასთან ასოცირდება, ფიზიოლოგიურ კომფორტთან ასოცირდება და ვირჩევ იმას, რომელიც ჩემთვის არ არის ნაცნობი. ამიტომ რომელიც ჩემთვის ნაცნობია. ეს პოლიტიკაშიც ესე ხდება, ხო? ეხლა სიას ჩამოუყვები, შეიძლება 200 პარტია იყოს, მაგრამ პირველი ტვინი, რომ ვის იცნობ, ვინ არის ნაცნობი. ნანახი ვინ ყავს, ხო? რომ იმაზე რაღაც გარკვეული ჩვენი წარმოდგენები არის ასევე მიბმული. და
და ეს ამაში თავისთავად მონაწილეობს ამ ფრეიმების შექმნაშიც, ფრეიმების დარღვევაშიც, რეკლამაშიც, პოლიტიკურ კომუნიკაციებშიც ეს არის შექმნილი. ზოგადად ჩვენ მაინც ადამიანის ანატომიას გვერდს ვერ აუვლით, ხა დედაბუნება რაც არის, ეს არის, ხო? რა ხდება, როდესაც ადამიანს ეუბნები იმას, რაც იცის მან. რა ხდება, როდესაც მისთვის ნაცნობის სიტუაციაში ხდება, ის კარგად არის, კომფორტულად არის, ხო? ანუ ფიზიოლოგიურად ის დუნდება. და ამიტომ აი ეგ თელი ტექნიკები არსებობს, რითითაც ამითიც მანიპულირება შეუძლია მათ შორის დეზინფორმაციას, რომ თითქოს ყველაფერს. დეზინფორმაცია ხო რა არის? ეს არის 95% შეიძლება სიმართლე იყოს, რაც ადამიანი იღებს ჩვეულებრივად და ის 5% იყოს ტყუილი, რომელსაც მიიღებს ამ სიმართლესთან ერთად და ეგონება, რომ არაფერი ამაში არ არის უსაფრთხო და გადაყლაპავს, ხო? ანუ ეს სინთეზი არის. და ამიტომ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მუდმივად მიდის. ამას ჩვენც ესე ვაკეთებთ, როგორც მედიის მომხმარებლებიც, როგორც ჩვეულებრივად ადამიანები ყველგან არ ვართ, ხო? და არც ყველაფერს ვიმახსოვრებთ, იმიტომ რომ ჩვენ გონებაში არა გვაქვს ესეთ ჩართული ვიდეო კამერა, რომელიც ყველაფერს იწერს და მე ხა რომ მომინდება, გავდგები და გადავახვევ ამას და ვნახავ აი როგორ იყო. მეხსიერების წარმოების პროცესიც არის ესეთი ყოველ მუდმივი პროცესი არის და მუდმივად ვანახლებთ ჩვენ მეხსიერებას. ხანდახან ისეთ ცოტა ტრაუმულიც არის ხოლმე, რომ Facebook-ი რო ამოგიგდებს ამ memories მოგონებებს, ფიქრობ, რომ ვიმე ერთი წლის წინ ეს დავწერე, იმიტომ რომ ადამიანს ეს დავიწყების ფუნქციაც და უფლებაც აქვს, იმიტომ რომ ესე ვითარდება. და მედია ამ შემთხვევაში მედიას რა აქვს? მედიას არქივი აქვს. მედიას ყოველთვის შეუძლია რომ გაჩვენოს, რომ აი ეს იყო სინამდვილეში, ეს იყო სინამდვილეში, ხო? და ამ პროცესშიც თავისებურად მონაწილეობს, ხო? რა გაგახსენოს და ეს კოლექტიური მეხსიერება კიდე როგორ შექმნას. მათ შორის იმ ამბებზე, სადაც არ ვიყავით. ეხლა 9 აპრილს მაგალითად ყველა იქ ვერ იქნებოდა, მით უმეტეს ის თაობა, რომელიც ახლა არის ჯენზი და ვთქვათ ალფა თაობა, ხო, მაგრამ მათ ეს იციან, ხო? მათ იციან. მილენიალის საწყისი ვარ და მე არ ყოფილა. მაგრამ უკვე ჩვენ მედიითაც ვიცით, რაღაც გამოსახულებები, ჩვენთვის იკონური გამოსახულებები არსებობს, რომელიც და ჩვენ ესე ვიცით ჩვენი ისტორიაც, ხო? რაღაცა ვიზუალიზაციას, დიდგორის ომის ვიზუალიზაციაც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ გონებაში როგორ იყო და ამას თუ კინოც ერთვის და რაღაცა ხო, უკვე მდიდრდება. და აი ზოგადად ეს პროცესი ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ეს ადამიანის ფიზიოლოგიასთან არის კავშირი, ტვინთან არის კავშირი, ნერვულ სისტემასთან არის კავშირი, როგორ ახდენს ადამიანი აი ამ წარმოდგენების ვიზუალიზაციას და აი სელექციას. იმიტომ რომ სინამდვილეში წარმოსახვა ადამიანზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც რეალურად ნანახი. ემოციურად ისე მოქმედებს. ტვინი ვერ არჩევს, ხო? ვერ არჩევს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის, აი ამის ძალიან კარგი მაგალითი არის სიზმარი. დახუჭული გაქვს თვალები, წესით ვერაფერს ვერ ხედავ, ხო? მაგრამ გონება აკეთებს ამ ვიზუალიზაციას და ქმნის რაღაც რეალობას, რომელსაც გაჩვენებს და ეს მოქმედებს ადამიანზე. აი შეიძლება გაიღვიძო და გამოყვეს კიდევ, ხო, ეს რაღაც ფიქრი, ან გული აგიჩქარდეს, ან კარხასიძე, ანუ ადამიანზე, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად ეს ყველაფერი მოქმედებს და მედიაც წარმოიდგინეთ, რომ ესეთია, რომ აი ხატულ ფილმს გაჩვენებს და იმ ხატრული იცი რომ ხატრული ფილმია, გონი არ იცი, მაგრამ გული გიჩქარდება, მაგრამ აი ჩართული ხარ თამაშებში, აი თუ გინახიათ გეიმერები როგორ თამაშობენ, ბოლომდე შესრულები არიან იქ და ეს კიდე ძალიან საინტერესო პროცესი არის, ხო, იმ გეიმის დროს, თამაშის დროს, რა სიამოვნებას განიცდის ადამიანი, იმიტომ რომ იმდენად ტვინისთვის ეს რეალურია, რასაც ის უყურებს, იმიტომ რომ ესე იყო მიჩვეული, ახლა მილიონობით წელი, რასაც ხედავდა, ის იყო მისთვის რეალობა, რომ წარმოიდგინე რომ აი თამაშობს, მერე უცბად კვდება თამაში და უცბად აღმოაჩენს რომ ფიზიკურ სამყაროში ცოცხალია და ეს იმდენად აი кайფია
ასე და სიამოვნება ადამიანს რამის გამოცდა უნდა და მე ვეღარ ეშვება რა აი ესეც არის სერიალები აი რაღაცა მე თქვა რეალურად ხო ანუ ბოდიში გაწყვეტინებთ არის რა ვიცი მე 15 სეზონი და 20 სეზონი და რაღაც უსასრულო მე მაგალითად პირადად სერიალს ვერ ვუყურებ არ შემიძლია იმიტომ რომ არ მაქვს ჩემი აზრით არ მაქვს მაგდენი დრო რომ სერიალს დავუთმოთ 15 სეზონს ვუყურო არსებობს ასე კულტური ანუ რაღაც ეს კულტი სერიალები ხო არსებობს რომელიც მე პირადად ნანახი არ მაქვს Game of Thrones და ასე შემდეგ Friends და ასე შემდეგ მე ნანახი არ მაქვს შეიძლება ძალიან ცუდია იმიტომ რომ რაღაც სიამოვნება გამოვტოვე მაგრამ არ შემიძლია დავჯდე თან გავწელო მაგალითად ერთ სერიას დღეს უყურო მეორე სერიას უყურო და ხო არსებობს მე თქვენს ინტერვიუს ვუსმენ ერთს რომ ადამიანები ღამეებს ათენებენ და დაждდებიან 3 დღე უყურებენ ამთავრებენ ერთ სერიალს და ყოფილა რაღაცა დოკუმენტური ფილმის მაგ ნახე რომ იმ რეალობით ცხოვრებას იწყებენ ხო ადამიანები რასაც ხო ძალიან საინტერესო ფენომენი არის აი სერიალებთან მიმართებით მაგალითად როგორ არის რომ ადამიანის ტვინს უნდა ეს გეშტარტ აი მოქმედების დასრულება უნდა თუ გაწყდა სადღაც მოქმედება უნდა რომ დასრულდეს ანუ სერიალი ყოველთვის წყდება ისეთ ადგილას სადაც რაღაცა უნდა დასრულდეს და გინდა რომ მე შემდეგ სერიას უყურო და ეს შეიძლება ის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი არც იყოს მაგრამ ყოველთვის გახსოვს სად დამთავრდა მთელი სერია შეიძლება ის გახსოვს სადაც გაწყდა. ეს ასე ადამიანი მოწყობილი და იმიტომ ჩვენ აი ფეილები უფრო მეტად მარცხები უფრო მეტად გვახსოვს ვიდრე შექებები მაგალითად ორიანი და დაბალი ნიშანი მახსოვდება ესეა მოწყობილი. ამიტომ ეს გაწყვეტილი მოქმედება რაც დაუსრულებელი მოქმედება არის ეს გვაბამს და წარმოიდგინეთ რომ ეს კადრები რომელსაც ჩვენ უყურებთ ხო აი პირველი კინო როდესაც გავიდა პარიზში ლუმიერების მატარებელი რომ მოდიოდა ხალხი გაიქცა დარბაზში ეგონა რომ დაეჯახებოდა დენად რამდენი ხნის წინ იყო განა და დღეს ახლა ჩვენ იგივე თქვენ ახსენეთ ის სამეფო კარის თამაშები რომ როგორი დრაკონები და იქ როგორი ვიზუალიზაცია ეს რო ახლა ერთი საუკუნის წინ ადამიანს ენახა ალბათ გადაირეოდა რომ რა ხდებაო ესო ხო ამის გამიჯვნა ძალიან ის იქნებოდა მე დღემდე აი რაღაც ისეთ კადრს რო უყურებ ამ კვლელობის ვიცი რომ ხატრული ფილმები ესე ვაკეთებ ხო აი მაინდ ფიზიოლოგიურად ხო ბუნებრივი რეაქცია არის იმიტომ რომ ჩვენი გონებისთვის ის რეალობა არის და მე ნახეთ რა ხდება რომ ამ ხატრულ ფილმებში ჩვენს შევდივართ წარმოსახვით დიალოგებში ჩვენს ვირჩევთ რაღაც ჩვენს მხარეს ჩვენი შესაძლო განვითარების სცენარებს ახლა წიგნის კითხვის დროსაც ესეა ადამიანი და ფილმის ყურების დროსაც მაგრამ ფილმის დროს უფრო მკვეთრი არ არის იმიტომ რომ ვიზუალიზაცია არის უკვე ეს დადასტურებულია რომ ესეა და მე თუ ისე არ განვითარდა შეიძლება გაუბრაზდეთ მაგალითად ხო გვეწყინოს და იგივე Game of Thrones-ში იყო ჯონ სნოუ რომ მოკდა ობამამ დაპოსტა რომ რაკენით ხალხი არ გაგიშიტა ასკვია ჯონ სნოუ ხო ანუ ეს ეფექტი აქვს მაგრამ ყველაზე საინტერესო სერიალებთან რაც არის ფენომენი მართლა ეს არის პარასოციალური ურთიერთობები ეს არის აი ეს ანუ მე მგონია რომ ის არის იმას ვიცნობ ძალიან კარგად იმ პერსონაჟს მგონია რომ ვიცი მის შესახებ ყველაფერი და ასევე მგონია რომ მანაც იცის ჩემს შესახებ ყველაფერი და ქუჩაში რომ ხდება ის მსახიობი გამარჯობა როგორ ახარ და ოღონდ ჩემი ტვინისთვის გაცილებით უფრო მარტივია რომ ის აღიქვას პერსონაჟად ვიდრე მსახიობად და მაგალითად ვეუბნები რომ აი როგორ ხარ რაღაცა ველაპარაკები როგორც პერსონაჟს და მისგანაც მინდა რომ ეს მივიღო და ეს იმდენად ძლიერია რომ აი ყოფილა შემთხვევები მაგალითად ექიმი ჰაუსი თუ სერიალი არის ესეთი რომელიც ან წლების მანძილზე რომელიც გადის რა ესეთ სერიალები რომელიც აი ხა ერთხელ ნანახი სხვა არის და მე ხო წარმოვიდგინე 10 წელი რო უყურებ ის როგორ ჩაბეჭდილია ხო ჩვენ გონებაში და მსახიობი რომელიც თამაშობს ძალიან მაგარ ექიმს წლების მანძილზე მას უგზავნიდნენ ანალიზებს ათასობით ადამიანი დასრული ადამიანები ახლა ბავშვები კი არა სანტა კლაუსს რო რაღაც უწევს დასრული ადამიანები რომელთაც იცოდნენ რომ ეს მსახიობი იყო მას უგზავნიდნენ რომ იცი რა არის მაინც მათი გონება იმას უშვებდა რომ ახლა ესეთ ექიმს თუ თამაშობს ესე იგი იცის და უგზავნიდნენ და
ქართული მაგალითი ერთ-ერთი სერიალის ჩაწერის დროს ქორწილის სცენა იყო და მას საჭირდებოდათ და ხა არა მსახიობები მოიყვანეს უთხრეს რომ აი ამათ ქორწილის სცენას ვიღებ და მოითო საჩუქრებით მოვიდა ანუ ეს და ესეთი არის უამრავი შემთხვევა არის აი მე ჩემი პირადი მაგალითი შემილია გითხრათ ესეთი Grey's Anatomy არის ესეთი სერიალი სადაც ძალიან ერთი მაგარი ქალი ექიმი და ელენ დეჯენერეს ყავდა მოწვეული სადაც გამოუტანა ჩონჩხი ადამიანის ანატომია და უთხრავს სად არის ხა ელენთა მაჩვენეო და იმათო შენ გიჟღო არა ეს ელენთაო რა ვიცი ელენ არ დავიჭერე. მართლა? აი ვიფიქრე როგორ შეიძლება რომ ქალი 10 წელი აი ესეთ ექიმს თამაშობდეს, ახლა რაღაცას იტყუება. ანუ კოტვინმა აი არ დაუშვა. ანუ ეს ეფექტები არსებობს და თუ ჩვენ ბავშვს მაგალითად პატარა ბავშვს ვასწავლით რომ ეს აი ბავშვი ხო ვერ არჩევს სად არის რეალობა სად მულტფილმს რო უყურებს ნამდვილი გონია ხო მე ადამიანი ეჩვევა ამის გამიჯნას ხო რომ ის რასაც ტელევიზორში უყურებ ვიცი რომ ის მხატვრულია და ის ვიცი რომ ის მონაგონია მაინც ტვინისთვის აი როცა უკვე შეხვდები შენ ამას ხო ის მაინც აღიქვავს აი იმ ფრეიმებში ზუსტად რა ფრეიმებშიც იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან რთული რაღაცები უნდა ჩართოს რომ გამოვიდეს ამ როლიდან არ უნდა ამ როლიდან გამოსვენ რომ კარგად არის იმ როლში და ამიტომ ესე და მსახიობებიც კარგია როდესაც ამას პასუხობენ და როდესაც თუ მსახიობს ქუჩაში ვიღაცა უნდა გამარჯობა როგორ ახარ როგორ მიყვარს იმანც უნდა უპასუხოს რომ კი რაღაცა შევიდეს და არა ესე რომ მიცით რა არის მე ის არ ვარ მე თქვენ მე ის არ და შოქშია მე ადამიანი მე როგორი უხეშია ხო ამიტომ ეს პარასოციალური ურთიერთობები კიდე ცალკე მედია ფსიქოლოგიის ძალიან ესეთი საინტერესო საკვლევი თემა არის თამაშები იქნება ეს თუ სერიალები თუ მხატვრული ფილმები როგორ ჩვენ რაღაც იმას ვაკეთებ იარლიკებს ვაკრავთ მსახიობებს რომ ეს არის და მე იმითი ვიქმნით მათზე წარმოდგენებს და ძნელი ამ როლებიდან გამოსვა მსახიობებისთვისაც ეს გამოწვევა არის იმიტომ რომ თუ ერთხელ მოგაბა რაღაც კონკრეტული პერსონაჟის სახასიათი რომ საერთოდ აღარ გინდოდეს მაგალითად კომედიურ ჟანრში ყოფნა და უცბად გინდა რომ რაღაცა ეგეთ რომელიც ნუ ვერ იმიტომ რომ აი ის არის მაყურებლისთვის უკვე ეს წარმოდგენაში აი სერიალებში არის ხოლმე ეგეთი რაღაც რომ რასაც ვაკვირდები იდეაში კარგთან ერთად რა დიდი გავლენა აქვს სერიალს რომ სერიალით როცა ცხოვრობ ხო ყოველ საღამოს უყურებ ან არ ვიცი კვირაში ერთხელ უყურებ იქ რაც ხდება შენ რეალობაში ხო გადმოდის ანუ შეიძლება რაღაც სტერეოტიპი თქვენ რაც ახსენეთ რაღაც სტერეოტიპები შეიქმნას რაღაც სტერეოტიპები დაინგრეს ხო ხშირად არის ხოლმე როცა ზუსტად სერიალებს და ფილმებს მიმართავენ პროპაგანდისთვის რომ რაღაც საზოგადოებრივი აზრი შექმნან ან პირიქით დაანგრიონ და მოაშორონ საზოგადოებას რაღაცა კონკრეტული აზრები და ამის მაგალითები მე მგონი ძალიან ხშირად გვაქვს ხო გვინახავს რა ვიცი ნებისმიერი ქვეყნის პოპ კულტურაში ხო სერიალებში მით უმეტეს ახლა რაღაცა გამძაფრებული არის ეს მგონია და მე თვითონაც ხვდები ხოლმე აი რაღაც უადგილო ადგილას ჩასმულ რაღაც კადრებს რომელიც არაფერს არ მეუბნება იქ საერთოდ მაგრამ ჩემ მეხსიერებაში ილექება და შეიძლება რომ დადებითი უარყოფითისა აქვს ხო მაგას შეიძლება რომ რაღაც რაც მიუღებელია ჩემთვის დამაფიქროს და სხვა კუთხით შემახედოს და მანახოს რომ ჩემი ფიქრი იმ მომენტში არ იყოს სწორი რასაც ვფიქრობ და შემიძლია რომ ამას სხვა თვალით შევხედო ან პირიქით გამიკეთოს, ხო? მინდა ძალიან რომ გადავიდეთ დეზინფორმაციაზე. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და მინდა რომ წავიკითხოთ თქვენი არაჩვეულებრივი სტატიის, რომელსაც თუ მაყურებელს ექნება სურვილი დავულინკავ კიდე ცალკე რო წაიკითხოს, ყალბი ამბების და დეზინფორმაციის ფსიქოლოგიაში თქვენ ამბობთ ესეთ რაღაცას. მეტაფორულად რომ თქვათ, დეზინფორმაცია ვირუსია, რომელიც იმუნიტეტის არ ქონის შემთხვევაში ორგანიზმს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას აზიანებს და ანგრევს. ეს ვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ თავის მავნე საქმეს აკეთებს. მას თავისი აგებულება აქვს. იცის როგორ იმოძრაოს, იპოვოს მოწყვლადი ჯგუფები, რამდენჯერ განმეორდეს, როდის შეწყვიტოს ამბის თხრობა და დატოვოს კითხვის ნიშნები, დაბნეულობა და ასე შემდეგ. და ნუ მერე გაგრძელება არის ძალიან საინტერესო.
საერთოდ რა არის დეზინფორმაცია? თქვენ ახსენეთ ესეთი რაღაც საუბრისას, რომ დეზინფორმაციაში ხშირად ყველაზე დიდი ნაწილი არის სიმართლე, მაგრამ არის ძალიან პატარა ტყუილი, რომელიც რეალურად ის არის დეზინფორმაცია. მოდი დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ხო, დეზინფორმაციის მთავარი იარაღი არის სიმართლე. ის პარადოქსულად არ უნდა ხო, რანაირად პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მთავარი მისი იარაღი არის სიმართლე. რომ ის გეუბნება დიდწილად სიმართლეს და გებელსა აქვს ნათქვამი, რომ რაც შემე მეტი სიმართლე უთხარითო აი დიდი ტყუილების დროსო ადამიანებს, ხო. და ან ორგანიზმი რეაგირებს, რომ ხო ესეა მართალია დადასტურებაა და შემდეგ პატარა ტყუილი, რომელიც შეიძლება საეჭვო იყოს და მე ამაზე დაეშენოს ყველაფერი, ხო? პატარა ტყუილი შეიძლება კი შეგეპარა ეჭვი, მაგრამ მე ისევ სიმართლეს რო გეუნება ორგანიზმისთვის აი ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რეაგირება, აი ამ ერთი ტყუილის ამოჭრა, ცალკე ტვინში შენახვა და ეს იმდენ რთული პროცესია, რომ გონება რომელსაც უნდა რომ მარტივად გადაწყვიტოს და სწრაფად გადაწყვიტოს პრობლემა, ეს ახტება პირდაპირ და ერთ პაკეტში ინახავს მთელ ინფორმაციას. და აქაც ჩართული არის წარმოსახვა, იმიტომ რომ შეიძლება არ იცოდეს, არ უნახავს თავისი თვალით, მაგრამ თუ კი ვიზუალიზაციას გააკეთებს, ანუ წარმოიდგენს ეს როგორ იყო, ეს უკვე იგივეა გონებისთვის. ანუ ემოცია ზუსტად იგივე არის, როგორც წარმოსახვის დროს, ამიტომ ეს მასზე უკვე ემოციურ კვალს ტოვებს და შედეგი უკვე მიღწეულია და უკუქმედების ძალა არა აქვს ამ დეზინფორმაციას, რაც თავარია. მე რო დავჯექი და ვილაპარაკე, რომ ეს ტყუილი იყო, ეს ტყუილი იყო, პირიქით, იმითი გაჟერება გამყარდეს კიდევაც. ამიტომ ეს რეალური საფრთხე, რომელიც ეს სიმართლით კარგად შეფუთული არის, წვეთობით მოდის და შემდეგ ეს ტვინში ეს ნეირონები, რომლებიც აგებენ ამ ინფორმაციულ ბადეს, რა თქმა უნდა, პოულობენ ნაცნობ პატერნებს და იქნება ის რეალობა, ფსევდორეალობა, რომელზეც ადამიანმა შეიძლება დარწმუნებით გითხრას, არა, ნამდვილად ეგრე იყო და შეიძლება რაც არ უნახავს, იმაზეც გითხრას, არა, ჩემი თვალით, და ზუსტად ვიცი, რომ ესე იყო და ეს ადამიანი აქ იჯდა და ამას აკეთებდა და ანუ იმიტომ ვიზუალიზირებული ეს მას კონდეს და ეს სამწუხაროდ ძალიან კარგად იციან აი ზუსტად რუსული პროპაგანდის ავტორებმა, რომლებიც აი გამზადებული ალგორითმებით და გამზადებული პატერნებით გარკვეულ მესიჯებს ავრცელებენ და საზოგადოება არის მოწყვლადი შემდეგ ამ ინფორმაციისადმი. ანუ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი რა არის? არა ის, რომ მე დავიმახსოვრო რაღაც იმდენად, რამდენადაც ემოცია გამოიწვიოს. მაგალითად, ახლა მე რო პუტინს უსმენ, აფერი ამჯერა, ხო? მაგრამ ბრას იწევს. შიშის, აი ყველაფერი ერთად მოდის, ხო? და გამახსოვრდება. ხო, და ეს არის მიზანი ეს არის სწორედ, რომ ემოციაზე მოახდინოს ზეგავლენა და მოწყვლადი გაგხადოს. და თავდაცვის საშუალება რა არის? ამ შემთხვევაში თავდაცვის საშუალება არის ინფორმირებულობა. ანუ დეზინფორმაცია აი იქ აღწევს კარგად, სადაც ადამიანმა არაფერი არ იცის. ანუ მე თუ არაფერი არ ვიცი, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტზე, რაღაცა რომ მომიყვე, ხა რა ვიცი, დავიჯერე. შეიძლება არ დავიჯერო, მაგრამ დავამახსოვრდება. თუ მე არაფერი არ ვიცი, ხა სადღაც ცხოვრობ ავსტრიაში და საქართველოს ისტორია არ ვიცი, ხო? ხა რუსეთი რომელიც ავრცელებს ამ ნარატივებს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს არ ქონია და იქ რაღაც 1000 რაღაცა, შეიძლება დაიმახსოვროს, ხო, უბრალოდ და ანუ და ასეთი არის უამრავი თემა კორონავირუსიდან დაწყებული, მით დამთავრებული, კრიპტოვალუტით დამთავრებული, სადაც აი ეს კონსპირაციის თეორიები და ეს რაღაც 1000 რამ შეიძლება იყოს განთესილი. ამისი თავდაცვა რა არის? რომ აი იმ კონკრეტულ თემებზე შენ თუ გააქვს ინფორმაცია, ანუ იმუნიტეტი თუ გაქვს, ისხლიდა, რომ რას მეუნები კაცო, რას მე თვითონ ვარ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებელი და მე თვითონ ვიცი რა არის და ან ექიმია ადამიანი და გეუნება რომ რა ვირუსი ვიცი როგორ ჩიპი, ხო? ანუ ეს და ინფორმირებული ადამიანი არის დაცული ადამიანი ამ შემთხვევაში და მას აქვს ეს იმუნიტეტი და თუ არ ახარ ინფორმირებული, ეს უკვე შიში წვევს და უკვე ორგანიზმს ურჩენია რომ მოდი გადაყლაპოს ეს ინფორმაცია.
ვიდრე რა უნდა დაუპირისპიროს თუ არაფერი არ აქვს დასაპირისპირებელი და აი ამ ჭიდილში ნებდება. აქ ერთ კითხვას დავსვო და მე მინდა რომ ეს წვეთის ეფექტი კარგად განვიხილოთ. აი თქვენ რომ ამბობთ რომ ინფორმირებული უნდა ვიყო, რომ დეზინფორმაციას დავხვდე მომზადებული. და დღევანდელ დღეს ამ ულევი ინფორმაციის ფონზე ხანდახან ძალიან არა, მაგრამ აი შეუძლებელი ხდება მიიღოს სწორი ინფორმაცია. ანუ ყველაზე მარტივი არის რომ თქვათ რაღაცა კვლევაზე დაყრდნობით ისაუბრო რომ ესე არიან, ესე არიან, ესე. არის რომ აი რაღაცას ყველაზე სასაცილო მაგალითი ხდება ხოლმე რომ მეც მახსენდება რომ მეცნიერება დაადასტურეს რომ ეს ხო ის არის რა ქვია რა შაბლონური ფრაზა რომ თუ მეცნიერება დაადასტურეს მაშინ შენ გჯერა რომ ეს ესე მართლა არის. თუმცა ეხა მეცნიერები ინფლუენსერებმა ჩაანაცვლეს მინდა. გითხრა რომ ექსპერტები და ინფლუენსერები უფრო მეტა ხო? ხო, ექსპერტებმა დაადგინეს რომ თითქმის ერთ და იგივე რაღაცას ემსახურება და ხანდახან მგონია რატომღაც რომ რთული ხდება ზუსტი ინფორმაციის მიღება. აი ეს რატომ აქ შეგრძნება? ყველას იცი ძალიან დიდი რაოდენობით მოდის გვანცა ინფორმაცია და ძალიან ძნელი არის ამ ინფორმაციის გადამუშავება და მონელება. და მით უმეტეს ახლა როდესაც მედია პროფესიონალურ მედიასთან გვაქვს ის თვითონ ფილტრავს და თვითონ ცდილობს რომ რეალობა ობიექტურად ანახოს და როდესაც ეს ესეთი ნაკადით მოდის და არის ძალიან ბევრი იქ უკვე რა თქმა უნდა ეს ორიენტირება ხო თავისთავად რთულია და აი ამ დროს აქვს მნიშვნელობა ადამიანი როგორ მოიხმარს მედიას რა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თქვა უნდა განათლების მიღება უნდა დასვენება უნდა ინფორმაციის მიღება, უბრალოდ ეშინია რამე არ გამორჩეს ეს FOMO ეფექტია, fear of missing out, რომ დილას გავიღე და იმ წუთში ტელეფონი ავიღე, რომ რამე ხო არ მოხდა ისეთი, რაც გამომრჩა. ან რაღაც სოციალური სასუსტნაოები რა დამხდა, რამდენი notification-ი შეწყობინება, რამდენი ლაიქი მე მეც ვაგზავნე. ამ პროცესში არის ხო ადამიანი თავისთავად ჩართული. და აი აქ შემოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. რაც არის დღეს აი ტოპ თემა ჟურნალისტიკაში, ნდობა. აი ეგ უნდა მეთქვა ზუსტად. რას ვენდობი? ძალიან რთული გახდა ნდობა. და როგორ შევქნა დამაჯერებელი ამბავი და სამწუხარო ტენდენცია რაც არის რომ ჟურნალისტიკისადმი ნდობა დაბლამდის თელს მსოფლიოში და ამაში სოციალური ქსელებიც მონაწილეობენ, იმიტომ რომ იმდენაირე უკვე ადამიანი დაბნეულია, ხო, აღარ და გარდა მაგისა მაპატიად გაწყვეტინებთ, ჩვენ ახლა ვეცნობით ინფორმაციას და ვიცით, რომ ტრადიციულ მედიებში მაგალითად არის ლობირებები და შესაბამისად, როცა იცი, რომ რაღაცა ძალა ლობირებს კონკრეტულ მედიას, შენ აღარ გიჩნდება იმის სურვილი, რომ იმას უყურო, იმიტომ რომ შენ წარმოსახვაში, როგორც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, არის რომ ის პერსონა, ვინც ვიღაცას ლობირებს, ის თუ შენთვის უარყოფითია, შესაბამისად ნებისმიერი მისი ლობი, ანუ მისი რაღაცა კონკრეტული მოცემულობა აღარ გინდა რომ ნახო, იმიტომ რომ შექმნილი გაქვს იმაზე ხატი, რომელსაც შენ არ დაარღვევ, ხო? და ეს ამაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ, ესე ვთქვათ რა. ეს რაღაცნაირი მოცემულობა ადამიანის, რომელსაც არ უნდა და ნდობა აღარ აქვს. გონია რომ მედია რაღაცას ატყუებს, ხო? ანუ ხშირად ყოფილა რომ მაგალითად რაღაცას მაჩვენებს მედია, მე მივსუარ და სხვა რაღაცა მინახავს ადგილზე. ძალიან ხშირია ეგეთი მაგალითი, ხო? და აღარ მიჩნდება რა სურვილი და შესაბამისად მისი გადმოცემული ინფორმაცია ჩემთვის არანაირ ფას კარგავს, ხო? ესეთი რაღაცები ხო ხშირია. კი, და ამიტომ არის ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა. საერთოდ ნდობა გახდა სერიოზული გამოწვევა და სამწუხაროდ ამაზე ისევე ავტორიტარული რეჟიმები და პოპულისტები ხეირობენ. რომ თუ არ ენდობი მედიას უფრო მარტივად გაავრცელებს ის ინფორმაციას აი ამ ტროლებით, ბოტებით და ამით როგორც უნდა. თუ არ ენდობი ინსტიტუციებს, მაგალითად და ჩამოშლილია ინსტიტუციები, მაშინ ბუნებრივია დემოკრატია ზიანდება, ხო, ამ კუთხით. ანუ ეს სოციალური ნდობის საკითხი ზოგადად არის ერთ-ერთი პრობლემა და მედიისადმი ნდობის აღდგენაში ძალიან
დიდი წვლილი აქვთ ჟურნალისტებს, რომლებიც აი დამოუკიდებლად და აი ამ ვთქვათ პარტიული აფილირებებისგან დისტანცირებულები არიან. და ესეთ მედიას, თქმა უნდა, გრძნობს საზოგადოება და მათ მიმართ ნდობა არის განსხვავებული. ახლა საქართველოს ეკოსისტემა ისეთი არის, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოლარიზებული მედია და არსებობს ესეთი დამოუკიდებელი კუნძულები, სადაც მათი გავლენა არ არის ისეთი დიდი, როგორც ტელევიზიის. ხო, და საქართველოში ტელევიზიას უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, ვიდრე ვთქვათ ონლაინ მედიას ან დაუშვათ იგივე სოციალურ მედიასს, პოდკასტს და აი ხა მთავარი რჩევა მაგ დროს რა შეიძლება რომ იყოს, რომ როგორ ზეგავლენას ახდენს მედიიდან მიღებული ინფორმაცია ადამიანზე, ვთქვათ, ემოციურად, ამას მაინც მინიმუმ უნდა დააკვირდეს ადამიანი და თუ შესაძლებლობა აქვს, რომ რა თქმა უნდა, სხვა წყაროებით, სანდო წყაროებით გადაამოწოს ან პირადი გამოცდილება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხა ჩვენ აი იმ კრიზისულ სიტუაციაში, რა კრიზისულ სიტუაციაშიც ახლა კონკრეტულად საქართველოს არის, პოლიტიკურ კრიზისს გულისხმობ, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს საერთო გამოცდილება. ისეც პატარა ერი ვართ, ყველას ვიცნობთ და აი ეს პროცესი კიდე სხვანაირად მიდის, ვიდრე რუსეთში, ბელორუსიაში, თურქეთში მაგალითად. ხო, ეს გამოცდილების და ეს კიდე ცავის ძალას ქმნის, რომელიც არის საზოგადოების დღის წესრიგი. რომელსაც უნდა ასახავდეს უკვე მედია. ამიტომ ძლიერი საზოგადოება, რომელიც თავის ძალას გრძნობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დონალდ შოუ გამახსენდა ისევე აი ზუსტად იმ დღის წესრიგის თეორიის შემქმნელი, რომელიც საქართველოში რო იყო ჩამოსული, ესეთი ფრაზა თქვა, რომ რა უცნაურიაო საქართველოშიო, არც იცის ხალხმა რა ძლიერები არიანო და თავისი ძალა არიციან, რამხელა ძალა აქვთო. ვერ გავიგებ თუნდაც რას ამბობს და უყურებდა ქართულ ნიუსებს და დონალდ მეთქი რას უყურებ, ხო ქართულად არის მეთქი, მე ყველაფერს ხვდებიო, მაცალეო ერთი წუთიო და მაინტერესებსო თქვენთან როგორ არისო ეს დღის წესრიგიო და მე ვკითხე რომ შენი აზრით როგორი კორელაციაა თქო და ისეთი მითხრა რა 0.5-6-ო ან დემოკრატიული ისა გაქვთო თქვენო ეს mindset ხო გონების და ხო ძალიან საინტერესო იყო მაგრამ ესეთი სოციალური ისინი გექნებათო რა ესეთი აფეთქებები თო ხო ამბოხები და ყველაფერი რაც აი ასეთი მეცნიერისთვის ეს თვალხილული იყო მედიის დაკვირვებით რომ რა ეკოსისტემაში ვართ ჩვენ ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხრიდან მედიის სოლიდარობა და ჟურნალისტების სოლიდარობა ჩემი აზრით იმიტომ რომ იცით აი ზუსტად ამ პოლარიზაციის გამო იმიტომ რომ ადამიანს რაღაცა ლოგო უჭირავს შეიძლება ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან იყოს ხო ამიტომ ჟურნალისტებს უნდა შეეძლოს რომ აი მოგვიყვეს ის რაც რეალურად ხდება თვითცენზურის გარეშე, შიშის გარეშე და ჩვენ ვხედავთ რომ ამას აკეთებენ ისინი და პროფესიონალურად აკეთებენ და ხშირად თვითონ ხდებიან აი ამ აგრესიის მსხვერპლი, ამიტომ აი სოლიდარობა და მხარდაჭერა მედიას ნამდვილად ჭირდება რომ კი კი ბატონო ჩვენ გადავიდეთ ამ დავუბრუნდეთ უბრალოდ ისევ დეზინფორმაციას წვეთ ეფექტი არის ძალიან საინტერესო ფენომენი განვიხილოთ რას ნიშნავს წვეთ ჩაწვეთება და რატომ არის ეს უფრო საშიში ვიდრე პირდაპირ ესე თვალებში აფარული რაღაცა დეზინფორმაცია ხო, სხვადასხვა მოდელი არის, ხო, როგორ მოდის დეზინფორმაცია. შეიძლება იყოს ეს drip ეფექტი, როდესაც ხდება რაღაც დიდ ინფორმაციას, დიდ მასალაში, სადაც ყველაფერი დავარცხნილია, სიმართლეა, ერთი პატარა წვეთი ტყუილი, რომელსაც გადაყლაპავ დაიმასვებს. შემდეგ თქვა მეორე ინფო, სადაც ასევე იგივე ინფორმაცია მეორდება, უკვე ვიზუალიზირებული გაქვს, უკვე უბრალოდ
გაფერადება ხდება იმის და გამყარება ხდება და ესე მერე უკვე ჩაბეჭდილია რაღაცა ფრაზებად არის ჩაბეჭდილი, რაღაც კონკრეტულ სტერეოტიპების ჩამოყალიბება ხდება. ასევე შეიძლება ძალიან ესეთი უცნაური იყოს, მაგრამ ესე შიშის სპირალი შეიძლება იყოს, სადაც აი გაშინებენ პირდაპირ, რომ აი თუ ეს მოხდება, ეს გამოიწვევს ამას და ამიტომ და მივიღოთ არ გავაკეთოთ ის, ხო? ან თუ ეს მოხდება, ეს გამოიწვევს ამას და ეს თუ დადგება, ეს იმაზე უარესი იქნება, რაც იყო, თქვათ 20 წლის წინ. აი ეს შიშის სპირალები ჩვეულებრივად ეს რაღაცა გაწერილი, ხო? თქვენ თუ მარგარიტა სიმონიანის აი ნებისმიერ აი ამ გზავნილს რომ მოარგოთ, ხო, გაოცდებით, რომ როგორ სვავენ აი ამ მოდელებში პირდაპირ და რაღაცნაირად ეს მერე მუშაობს, აიტაცებს და ამაზე რეზონირება ხდება საზოგადოებაშიც და ეს საფრთხილოა. და ასევე რა ტექნიკასაც ხშირად მიმართავენ, ეს არის აი ურთიერთ შეუსაბამო წინადადებები. აი მაგალითად ისეთ მოცემულობას გეუნება, რასაც შენი ტვინი ვერც ვიზუალიზაციას უკეთებს. აი იბნები უბრალოდ რომ ეს როგორ მოუვიდა თავში საერთოდ. ეს საერთოდ ნეტა რა არის. და აი ამ შეცბუნების გაურკვევლობის მდგომარეობა ფიზიოლოგიურად იმდენად რთულია, რომ დიდხანს ამაში ვერ ხარ და მერე ნებდები და გამახსოვდება სამაგიეროდ. აი ეს დიდი ტყუილი, წარმოუდგენელი რაღაცა მასშტაბის ტყუილი, აი რაღაც შოკის მომგვრელი ტყუილი სამაგიეროდ გამახსოვდება და მერე ნელ-ნელა ეჩვევი ამას. და ეს შეგუება არის პირველ რიგში ამას აკეთებენ, აი ძალადობასთან შეგუება, ნორმალიზებას გიკეთებენ, რომ აიცი რა არის, ხო, ნუ აი ესეა რა და ამას რაღაცა დაბომბეს საბავშვო ბაღი, იქ რაღაც ბავშვები დახოცეს, ხო? ხო, გვინახავს მსოფლიო ისტორიაში რეჟიმები, რომელსაც ეს ნორმალიზებული იყო, ხო? და ხო, აი ეს არის ყველაზე საშიში, რაც აი მოძდევს მერე აი ამ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციის მთელს ნაკადს. და ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი ვინც არის, იქ სპეციალურად ამისთვის ძალიან დიდი რესურსით მუშაობენ. და სამწუხაროდ მერე ქართულ ენაზეც ვრცელდება ეს ყველაფერი და ქართული კონტექსტით, სხვადასხვა კონტექსტით იფუთება და ეს განთესვა ხდება და ამიტომ ადამიანებიც მოწყვლადი არიან მერე უკვე, იმიტომ რომ ნუ ფიზიოლოგიურად ძნელია ამასთან გამკლავება და ამიტომ არის ეს იარაღი, ფსიქოლოგიური იარაღი და ამიტომ არის გათიშული რუსული პროპაგანდისტული არხები უკვე ბევრ ქვეყანაში, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ეს არის ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე. და ჩვენი ტვინი ხო ცდილობს, რომ აგვარიდოს იმ ინფორმაციას რაც ხო აი და გაურკვევლობის თემა რაც თქვით, ჩემო ერთ-ერთმა სტუმარმა რომ გაურკვევლობის შეგრძნება აი როგორც ფიზიკური ტკივილიო და მაგას დიდი ხანი ადამიანი ვერ უძლებს და ცდილობს რომ აქედან გამოვიდეს და ზუსტად მიჩვევა მაშინ იწყება, რატომ და მეტკინოს ხა დავიღლები რა, ერთი წელი მეტკინებად სიტყვაზე ვიძახი და ნებდები ოღონდ აი ეს წინააღმდეგობა რომელიც გაქვს ამასთან მერე ორგანიზმი დუნდება და ფიზიოლოგიურად ამას ყლაპავ და აი ამას იყენებენ არაეკოლოგიურად, როცა ვსაუბრობ ჩვენ ამ ტექნიკას როგორ იყენებენ. ეს არის თორე ფსიქოთერაპიაში ეს ტექნიკა გამოიყენება ეკოლოგიური გზით, ხო? რომ აი მაგალითად ჰიპნოზის დროს ადამიანს ეუბნებიან აი უცბად ისეთ მოცემულობას, რომ რაღაცა იქ ქვიშაზე ხარ, მიდიხარ და უცბად რაღაც საოცრებას ეტყვიან, რაღაცას რომ დაიბნეს და მერე შეყავთ ის მესიჯი, რომელიც არის რესურსული და რომელიც მისთვის სასარგებლო არის. ანუ ეს ტექნიკები არის ფსიქოთერაპიაში, გამოიყენება ეს ტერმინები. ანუ თავიდან აი სულ ყველაფერს ისეთ ეუბნება, რაც მისთვის ნაცნობია, გრაუნდინგი რო კონდეს და მერე ნელ-ნელა უკვე ამ ოღონდ ეს კრემლი ამას იყენებს
საზიანოდ. ამაშია საქმე, რომ აი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ თვითონ ადამიანებიც, რომ რაღაცნაირად არ გაეკარონ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძნელი არის, ძალიან ძნელი არის ადამიანისთვის. მე გარჩევა, ხო? გამკლავება. გარჩევაც არ არის, მე მაგალითად ვარჩევ. თქვენ არჩევთ. ემოციურად მაინც ბრაზდება, ემოციურ ზეგავლენას მაინც ახდენს ჩემს. არა აქვს ამას მნიშვნელობა, რომ მაინც ბრაზდები კიდევაც ხა შიშიც მოდის, ეს ხა ადამიანი ხარ და შენს დედაბუნებას ვერაფერს ვერ უზამ, ხო? ამიტომ ეს არის. ეგრე არის, კი. საფრთხეები არსებობს და ამ საფრთხეების შესახებ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ და უნდა ვიყოთ მომზადებულები რა და შეიძლება ყველაფერი ვერ აირიდო ადამიანმა, მაგრამ რაღაც მარტივ წესებს თუ დაიცა, ხო, შეიძლება უფრო დაცული იყო უბრალოდ. აი ვისაუბროთ ამაზე მარტივ წესებზე, იმიტომ რომ ნახეთ, აი როდესაც ვამბობთ, რომ 95% არის სიმართლე და 5% არის ტყუილი, რაც არ უნდა შეიძლება ინფორმირებული ვიყო, მაინც შეიძლება ეჭვი შემეპაროს ჩემს სიმართლეში, ხო? იმიტომ რომ თავში თუ ძალიან დიდ სიმართლეს მეუბნები, მე სადღაც ტყუილი რომ მითხრა, ანუ რა ვიცი, სიმართლე ეხლა იქნება მევცდები, ხო? კი წავიკითხე სადღაც სწორი ინფორმაცია მივიღე, მაგრამ იქნება მევცდები. რა გზები არის, რომ ერთი რომ საერთოდ ტყუილი მივხვდა რომ ატყუებენ, ძალიან რთულია. ჩვენ ვისაუბრეთ მაგ თემაზე, ცალკე ეპიზოდი იყო, რომ ტყუილის გარჩევა არ არის მარტივი ამბავი რა, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, სადაც ამდენი მით უმეტეს რომ ადამიანები იტყუებიან ახლა. ხო, აი მაგალითად, თქვენ რო გითხრათ, რომ აბა 5 წლის რო იყავი ეს რა გაიხსენე რაღაც ეპიზოდი, ხო? შეიძლება საერთოდ სხვანაირად მომიყო, ვიდრე სინამდვილეშია. და ანუ ეს რატომ მოწონთ ადამიანებს ეს ბულვარული მედია, მოდი ყვითელი მედია, ხო? ჭორაობა რატო უყვარს ადამიანს? იმიტომ რომ თვითონ თავის შესახებ ყველას აქვს თავის საიდუმლო, ხო? თავის რაღაცა ისტორიებზე რა მოთხოვნილება აქვს, რომ ისაუბროს, მაგრამ თავის თავზე ხო ვერ ისაუბრებს, და აგერ მადონაზე, ჯეილოზე, იმაზე მიდი და ილაპარაკე რამდენიც. და აი ეს ამითი ეს ტყუილიც მოდი ესე ვთქვათ, ხო, არის როგორი რამე, რომ აი ფსიქოთერაპევტთან რომ მოდის კლიენტი, და გიყვება თავის ამბავს. აი ამ დიაგნოსტირებას და კალიბრირებას იმით კი არ აკეთებ, რაც გიყვება. სხეულის ენით. როგორ გიყვება? იმიტომ რომ სხეული ვერ იტყუება. თუმცა ხო არსებობს ტექნიკები, როცა ის შეიძლება ასწავლო, კი, მაგრამ კრიზისის დროს მაინც ვერ გაუჭირდება და როგორც წესი ადამიანი და მომხმარებელი გრძნობს. აი რაღაცა, აი რო ეკითხები რომ მოგეწონა, აი შეიძლება ვერ გითხრას რა არ მოეწონა, მაგრამ იგრძნობს აუცილებლად და ამ პირიქით რომ აი რაღაც მომეწონა, მაგრამ აი ზუსტად არ ვიცი რა და ესეც ადამიანის ფიზიოლოგია არის, რომ ამას ჩართულია სარკისებრი ნეირონები, რომ აი თვალის კონტაქტი, ამ დროს კოპირებას აკეთებს ადამიანი, იმ ადამიანის მდგომარეობის რაპორტი ხდება და ან ხდება მიმღებლობა, ან არა. ანუ გულწრფელობა იკითხება და ამიტომ ადამიანები ხვდებიან, პოლიტიკოსებთან მიმართებითაც ხვდებიან, იცით? ვისუ დაენდონ, ვისუ და გაყვენ, ვის არ უნდა გაყვენ. ეს არის ჩვენი ბუნება, დამცავი ბუნება არის. და ხო, სხეული ვერ იტყუება. სხეული გვეუბნება ყოველთვის. მე მგონი თვალები ვერ იტყუება. თვალები, კი ბატონო, და აი ზუსტად ეს არის, რომ ახლა ჩვენ სამეთყველო ენაშიც ესეა, რომ თვალებში ჩახედე და იმიტომ რომ აი ეს კოპირება ხდება თვალის კონტაქტის დროს. და გამეორება, ასე ვთქვათ, ხო? აი დედა რო ბავშვს აჭმას, თვითონაც რო პირს აღებს. ქუჩაში ვიღაცა თვალებს შემოქდა და გაგიღმა და შენც უცბად რო უღი. აი ეს ფიზიოლოგიური რეაქციები არის, ხო? და კომუნიკაციაში კიდე პირიქით ვასწავლით, რომ აი თვალის კონტაქტი ეს რატომ არის, ვთქვათ, მნიშვნელოვანი. მან გულწრფელი უნდა იყო ამ დროს. ანუ სიმართლეს უნდა ამბობდე, რომ აი ეს დაგიჭეროს იმ მომენტში. ამიტომ ადამიანს
აქვს მოძებული ეს უნარი, რომ ეს ყველაფერი მიანდოს თავის თავს, ასე ვთქვათ და არსებობს ეს რესურსები ადამიანში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. აი სოციალურ ქსელებთან მიმართებით მაგალითად, რასაც მე პირადად ვურჩევდი განსაკუთრებით კრიზისების დროს მომხმარებლებს, ასევე მედიასთან ურთიერთობის დროს, რადგან კრიზისების დროს მედია მუდმივად იმეორებს ერთი და იგივე ინფორმაციას, ნეგატიურს, თქვათ, თუ საგანგებო რეჟიმია მაინც ვურჩევდი, რომ რაღაც დრო გამოყონ სპეციფიური, როცა ნახავს, თქვათ, დილას, შუადღეს, საღამოს. და რაც მუდმივად არ იყოს, ხო? რაღაცა ისინიც გააკეთოს შესვენები, სადაც ცოტას მუსიკას მოусმენს, ცოტას ამას, რომ ეს აღდგენა მოხდეს. ასევე აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს მაგალითად აი პასიური მომხმარებლები, ვინც არიან სოციალური ქსელების, უფრო მეტად განიცდიან იზოლაციას და მარტოობის გნობას და დეპრესიასაც. ეს შეიძლება ძალიან ის არ იყოს დიდი სხვაობა, მაგრამ მაინც არის. პასიურში გულისხმობთ უბრალოდ სკროლვას. პასიურში გულისხმობთ უბრალოდ სკროლვას. როდესაც აი სკროლავ და არანაირი ემოციური ბმა რაღაც შენ ბავშვთან არაფერი არ ხდება, ხო? და ის ადამიანი, რომელიც თვითონ ქმნის კონტენტს, თვითონ რაღაცას პოსტავს, ის აქტიური ჩართულობას კიდე შეიძლება პირიქით სოციალიზაციის ეფექტიც ჰქონდეს. ანუ გააჩნია ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ მოვიხმართ მედიას და დავაკვირდეთ უბრალოდ რა ზეგავლენა აქვს თქვათ კონკრეტული მედიის მოხმარებას და ეს შეიძლება თქვათ Instagram-ის შემთხვევაში სხვა იყოს, YouTube-ის შემთხვევაში სხვა იყოს და სხვა პლატფორმებზე სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად ხა Instagram-ზე ვიზუალიზაცია, რადგან ძირითადად ხდება რაღაც პოზიტიური ცხოვრების და მისი წარმოჩენა, რაც სინამდვილეში შეიძლება ფსევდორეალობა იყოს, უფრო მეტად უქვეითებს ადამიანებს თვითშეფასებას და შურს აღვივებს, ხო? ანუ გააჩნია ამ შემთხვევაში აქაც მთელი მიმდინარეობები არსებობს და კვლევები, რომელიც აი ამ ციფრულ ავატარს იკვლევს დაუშვათ როგორ გვინდა ჩვენ ვიყოთ სოციალურ მედიაში წარმოჩენილი, იქიდან როგორ ხედავთ ჩვენ თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ამის გარდა ისიც რა არის, ხო ვფიქრობდი. ესეთი რაღაცაც ხო ხდება ხოლმე, როდესაც შემოდის საზოგადოებაში მედიის სახით სხვადასხვა თემები, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის, ანუ აქტუალური არა, პრობლემატური არ არის, მაგრამ ამ თემებით ცდილობენ ყურადღების გადატანას. იმ პრობლემებზე, რაც რეალურად საზოგადოებაში ხდება. მე არასდროს არ ყოფილვარ TikTok-ის მომხმარებელი. ისედაც ბევრია სასროლი, კიდე TikTok-ი რომ მე სკროლობ ხო, ეგრე ვფიქრობდი და რაც გავაკეთე პოდკასტი და პოდკასტის TikTok-საც მე ვმართავ, მოკლედ ყველა პლატფორმას და საზოგადოების აზრის გასაგებად, გარდა იმისა, ხო, ხა ვთქვათ Facebook-ზე შეიძლება ჩემი მეგობრები მყავს მხოლოდ და ნაცნობები და მათი აზრი ვიცი, მაგრამ აი რომ დასკროლობ TikTok-ს, იქ იმდენი ადამიანის აზრს ვისმენ განსაკუთრებით ხო ლოგარითმი ეგრე არის მოწყობილი, ხო? ერთხელ ვიდეოს რო ნახავ, მსგავს ვიდეოს გიგდებს. შემხვდა ძალიან ბევრი თემა, რომლითაც თითქოს საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება მნიშვნელოვანი თემებიდან. ესეც ერთ-ერთი მექანიზმია, როგორც მე ვნახე და წავიკითხე, რომ შეიძლება სპეციალურად ანუ არსებობენ ადამიანები და იქირებენ ადამიანებს, ინფლუენსერებს, რო ეძახიან ჭყალებში. და ავრცელებენ რაღაც აი უცებ შემოაგდებენ, არ დავასახელებ ახლა კონკრეტულ თემებს, არ მინდა ვიღაცას გულზე მოხდეს ან არ მოხდეს, შემოაგდებენ რაღაც თემას და მე მიდის კომენტარებში ამის განხილვა ძალიან აქტიური, რომ კი ფრეიმინგი ხდება ქვევით, თემა და მე ფრეიმინგი ხდება და არ თითქოს დიდი საზოგადოების ნაწილი ერთი კონკრეტული თემიდან უცებ ხდება მოწყვა და გადადის სხვა თემაზე რა. ეგეც რაღაც მხრივ თითქოს საშიში არის ჩემი აზრით, რომ ახლა მან რა ხდება? აი ნახე, მაგ ციკლი როგორი არის მაგის, რომ ამას ეძახიან ხელოვნურ პოლარიზაციას, false polarization.
ანუ ეს არის ცრუ პოლარიზაცია არის, ფეიქია ეს. ანუ ისეთი თემა შემოდის, რომელიც საერთოდ საზოგადოებას არ აინტერესებს, არ არის მის დღის წესრიგში, რა, საერთოდ სუსტ დღის წესრიგი აქვს. და ეს რეალურად იკავებს სივრცეს და განდევნის იმ თემებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ხა შედეგი ამისი რა არის? რომ საზოგადოება უკვე ვეღარ თავის თავს ვეღარ ხედავს იმ მედიაში და ნდობა ეკარგება. უკვე აი კონკრეტული რაღაც თემების მიმართ, კონკრეტული ადამიანების მიმართ იქნება თუ პლატფორმების მიმართ უკვე ნდობა ეკარგება. და სამწუხაროდ ეს ტრადიციულ მედიაში ხდება. როდესაც ესეთი ხელოვნური თემები არის და ნუ არ აინტერესებს რა ადამიანს საერთოდ ტრადიციულში ბოდიშკეტყვები სოციალურ მედიაში ხო და არა საერთოდ სხვა რაღაცა არის ხა მის თავში დილას რო გაიღვიძა იმდენი თემა არის რომელზეც თუ კი მედიაში ან სოციალურ ქსელებში რაღაცას ნახავს სიამოვნებით უყურებს იმას მაგრამ იქ ხდება აბსოლუტურად სხვა ხელოვნური თემები რომლებიც აი ამ ნიშას იკავებს და ხა რესურსი აქვს ადამიანს ხო რამდენი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია და იღლება მერე და მით უმეტეს სკროლვა თუ არის ეს პასიური მოხმარება თუ არის ამან შეიძლება ამიტომ ეს სელექცია რაღაცნაირად ჩვენც ვისწავლით ხო ამას რომ რა დოზით როგორ და მოვიხმაროთ, მაგრამ დღეს არის რეალურად ეს ნაკადი ძალიან დიდია და ამას იყენებენ, რა თქმა უნდა, პოპულისტური იდეოლოგიისთვის ეს ძალიან ის არის, ხელსაყრელი არის რა, ვიდრე თქვათ უფრო ლიბერალური და ესეთი საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ფიქრის გარემოს შექმნა, სხვადასხვა აზრის მოსმენა, ხო, პოპულისტები როგორ არიან, რომ ერთს გეუნებიან და ეს არ არსებობს, ხო. ხო, რა, ეს მტერია, ის მოყარე და მორჩა. ხო. ხო, აი ეს დისკურსი ამ შემთხვევაში იბლარება მერე და თავისთავად კი, ანუ სერიოზული ეფექტები შეიძლება რომ კონდეს მაგას რა მართლა შეშფოთებული ვიყავ ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობდნენ იქ და ისეთი თემები წამოწიეს რა რომ ვის აინტერესებს ფიქრობდი ხო რა ვის აწუხებს ახლა ეს კი შეიძლება სადღაც გულის სიღრმეში გაწუხებენ მაგრამ აი ზუსტად ეგ ეს წვეთ ეფექტიც არის რა რაღაცა თემას შემოგიგდებ რომ შენ იმაზე მოგასთინო გაფიქრო ის რაც მართლა მნიშვნელოვანია იმაზე არ დაგაფიქრებ იმიტომ რომ ვეღარ გიყოფ რესურს ერთი საათი რო კომპიუტერთან ზიხარ და მუშაობ ის ხლის უიდან გადაყავ ხარ და მთელი დღე რაღაცაზე გაფიქრე და ერთი კვირა გაფიქრე ერთი თვე ერთი წელი საერთოდ უიდან გადა ანუ რაც მართლა უნდა გაწუხებდეს იმაზე არც თხოვ მე თქვა პოლიტიკოს თუ არც თხოვ რომ ეს პრობლემა მომიგვარებ იმიტომ რომ იმას საერთოდ სხვა პრობლემა შემოგთავაზა რომელსაც ხელოვნურად მე გეტყვის რომ გადაგიწყვიტე ეს პრობლემა რეალურად და ამ დროს ეს საფრთხე არც არსებობდა რეალობიდან არ არსებობს ზუსტად რეალობიდან გაგთიშა ანუ გამოგაგდო რეალობიდან და მე რომ მოვიდიოდი ჩაწერა რომ მინდოდა თან ვფიქრობდი რაღაცებს ან ჩემს პოდკასტი არ არის ის პოდკასტი თქვენც გითხარით რომ სადაც კონკრეტულად ხის რაღაცებს ვამბობთ რა. ეს არის პოდკასტი, სადაც საფიქრალს ვუტოვებ ჩემს მაყურებელს, იმიტომ რომ რეალურად ეს პოდკასტი ჩემთვის, ჩემი საკუთარ, ანუ ჩემ თავს ვუტოვებ საფიქრალს და შესაბამისად ვუტოვებ ჩემ მაყურებელსაც საფიქრალს. მე არ მომწონს და არ მიყვარს ვიღაც რო გეუბნები პირდაპირ ესე გაკეთე, ესე იფიქრე, ესე და რომ მოვიდიოდი ვფიქრობდი ესეთ რაღაცას, რომ მე გზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით რა და ერთი დღე იყო როცა მეტროში ვიყავი და ამოვიდა ქალბატონი მოხუცი ქალი რომელსაც ადგილი აი სხვა ორი ადგილი არის მეტროში აქეთ ვიჯექიმე და დავუთმე ადგილი და დავბრძანდით მეთქი და ვერ დავდივარო ბებო მაგამდე ვერ მოვალო ესე მითხრა. ცოტა ესეთი ისტორია რატომ მომინდა ხა მაგის მოყოლა არ ვიცი. მაგრამ მითხრა რომ და ვერაო და იქვე ანუ სასადგომი ხო არის და იქვე გოგონამ დაუთმო ადგილი კიდე და იქვე დაშთა და როგორც მივხვდი ფეხების სახსრების პრობლემა ჰქონდა და ხელშეჭრა პარკიდან რა და სადაც ის ჩადიოდა ზუსტად მეც მაგ გაჩერებაზე ჩავდიოდი და ეს პარკი გამოვართვი რაღაც ხელი მოვკიდა რომ მივეხმარ იმიტომ ბევრი კიბე იყო ასასვლელი საკმაოდ ანუ ესკალატორის ის არ ქონდა გაჩერებას მაგ გაჩერებას არ აქვს და მივხვდი დავსვი და ნუ საიდღაც გარეუბნიდან მოდიოდა რომ დამჯდარიყო იქ კონკრეტული სავაჭრო ცენტრის კიბეებთან და მოწყალება ეთხოვა
რატო არ ვლაპარაკობთ მაგ ანუ უბრალოდ ღიზი ანუ ის მაგ რაღაცნაირად იმაზე რაღაც სისულელს რატო ვლაპარაკობთ ამაზე მეორე შემთხვევა იყო ზუსტად იგივენაირად მოხდა მეტროში შემოვიდა ქალბატონი რომელსაც უდიდესი პარკი ეჭირა ხელში და ასევე ანუ ჩემს ეკეთაზე არ ვლაპარაკობ ხალხნო დავეხმარე პარკი ავატანინე სახლში და ლაპარაკში მითხრა რომ ცხოვრობდა დელისის მეტროსთან და ლაპარაკში მითხრა რომ მიდიოდა სადღაც ვაგზლის მოედანზე იმიტომ რომ რაღაცა პროდუქტი 2 ლარით ნაკლები ღირდა და იმისი თანხა არა აქვს მას რომ ტაქსით წამოვიდეს ამ ხელაპარაკი არა თრიოს და სახში მიტანოს იმიტომ რომ არავინ არ ყავს დამხმარე. ხო და მე იცი რა მაინტერესებს გვანცა პოლიტიკოსები ვის ელაპარაკებიან. სად არიან პოლიტიკოსები? პოლიტიკოსები ამ ხალხს უნდა ელაპარაკებოდან მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველას ეხება ეს ამ შემთხვევაში ვინც პოლიტიკაშია. ხო და უნდა ესმოდეთ ამ ხალხს რა პრობლემები აქვს და მე მედიით ამ ხალხის პრობლემებზე გვინდა ჩვენ რო გვესაუბროთ და შემოგთავაზონ როგორ აპირებენ ამ ყველაფრის მოგვარებას. აი ეს არის პოლიტიკა და ეს არის პოლიტიკური კომუნიკაციები და ის რატო არავის ოფისებიდან ახლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ის იმიტომ არის გაუცხოება პოლიტიკოსებთან იცით ხალხის და ჩვენ ახლა ხვდებით ხედავთ რომ ხანდახან არის აქციები სადაც პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან და მაგრამ ხალხია ხო და ეს იმიტომ რომ მათ აქვს სხვა დღის წესრიგი რომელსაც ჭირდება მოსმენა გაგება და შემდეგ გადათარგმნა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მესიჯებში და მე იმ მაყურებელს კიდევ ვიცით რა ეს ისტორია რატომ მოვყევი რეალურად იმიტომ მოვყევი რომ არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა რომელიც რაღაცნაირად გადაჩეჩებული არის რა კი მესმის ახლა რაღაც გლობალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ჩვენ ქვეყანაშივე და სხვანაირად უნდა და ჩვენ უყურებთ მაგაზე გადართული მაგრამ იმ თემებზე ხო ნუ კონცენტრირებით რაც მართლა ჩვენი დღის წესრიგი არ არის საერთოდ რომ ასეთ პრობლემაზე ვკონცენტრირდეთ, ისეთ პრობლემაზე ვკონცენტრირდეთ, რომ ყოველ მეორე ოჯახში თითქმის თუ არა მესამეში მაინც არის ერთი ნივთიერებაზე დამოკიდებული და ერთი თამაშზე დამოკიდებული. ეს რატო ამაზე რატო არ ვლაპარაკობთ? საჭმლის პრობლემა არის, გადასახადების პრობლემაა და უამრავი ადამიანი დილას რო იღვიძებს, ფიქრობს იმას, რომ აი საიდან რა მოიტანოს იმისთვის, რომ ოჯახი გამოყვებოს და ჩვენ ვიცით რომ მე ხა უნივერსიტეტში 25 წელია ვასწავლი და თაობები გაიზარდნენ ხო ჩემს თვალწინ თაობები გაიზარდა დედების გარეშე მე ამას ხედავ ჩემი თვალით ხედავ რომ ისინი არიან წასულები საზღვარგარეთ იმისთვის რომ შვილს განათლება მიცენ და ეს არის საფიქრალი. ეს არის საფიქრალი, რომ ეს გვჭირდება ჩვენ ამაზე ფიქრი და ამაზე კონცენტრაცია და ესეთი პრობლემები არის ძალიან ბევრი. რომელზეც პირველ რიგში პოლიტიკოსები უნდა ფიქრობდნენ და რაღაცნაირად ლაპარაკობდნენ ამაზე, მაგრამ ეს რო გაიგონ ამისთვის ჯერ ხალხს უნდა ელაპარაკონ და უფრო მეტი უნდა ელაპარაკონ ხალხს, რაც სამწუხაროდ ამის დეფიციტიც როგორც ჩანს არის. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ისეთ საზოგადოებად ჩამოყალიბდით რაღაც წლების განმავლობაში, ბევრი ეფექტის გამო ეს ხალხის ბრალი არ არის რა, რომლებიც არასწორ აქცენტებს ვავდნენ თითქოს. გარდა ამისა, მგონია რომ აქცენტების იქით ვერ ვიაზრებთ პოლიტიკოსები კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, ჩემი აზრით მაპატიეთ რომ ესე ვამბობ, მაგრამ პოლიტიკოსები კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, ჩვენ უნდა ვეუბნებოდეთ პოლიტიკოსებს რაზე უნდა ილაპარაკონ. აი ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს რა. ეხლა ეს პოდკასტი, ჩემი პოდკასტი არ ეხება პოლიტიკაზე, შეიძლება ესე მძაფრად პირველად ვსაუბრობ, საერთოდ დღეს 29 ეპიზოდი იწერება, ხო? პირველად ვსაუბრობ პოლიტიკაზე ესე მძაფრად და ეს ჩემი სრული არ არის. პოლიტიკა მხოლოდ პარტიებიც ხო არ არის, პოლიტიკის გაგება ძალიან ფართო არის და განათლების პოლიტიკა არსებობს, ეგ ყველაფერი პოლიტიკა არჩევნებზე ვინც მივდივართ, ხმას ვაძლევთ, ყველაფერი პოლიტიკა, კი, და შესაბამისად გვახსოვდეს ჩვენი ძალა, ჩვენ ხალხს რა ძალა გვაქვს და მე მგონია რომ ნათლად დავინახეთ ხალხს რა ძალა გვაქვს და კიდევ უფრო ნათლად დავინახოთ, იმის ძალიან დიდი იმედი მაქვს. და პლუს ამას
ვიცოდეთ რაზე გავაკეთოთ სწორი აქცენტები, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რაღაცას რო გვეტყვენ რომ ვილაპარაკეთ, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ და ვთქვათ რომ არა, ეს არ მაინტერესებს და მე ამაზე არ ვილაპარაკებ. იმიტომ რომ ჩვენი ყურადღება ზუსტად გადააქვთ. ეხლა ვიღაცის სტორის განხილვა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი რა. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. სხვა აქცენტები დავსვათ და მე მაინც მგონია რომ ყველაფერი იწყება შიგნიდან. მე რომ ჩემ თავში გაცნობიერებული ვარ. ზუსტად ვიცი რა უნდა ველაპარაკო და ვისგან რა უნდა მოვითხოვო. მე ვიცი რა მინდა. როცა მე არ ვიცი რა მინდა, ვერც თქვენ მოგთხოვთ რა ისი გაკეთება მინდა. ვერც პოლიტიკოს თხოვ ისი გაკეთება მინდა. მე ჩემ თავთან დავრჩე და ვკითხო ჩემ თავს რა მინდა. მე როგორ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სად მინდა ცხოვრება, როგორი კეთილდღეობა მინდა. იქნება ანუ რა ვიცი, ვიღაცას უნდა ამ რეალობაში ცხოვრება, ხო, მაგრამ რო დაждდება და დაფიქრდება, ვერ მოუნდება ამ რეალობაში ცხოვრება. ფიზიკურად შეუძლებელია ეგ რომ მოუნდეს, იმიტომ რომ თვალს ეკი თვალს არ უსწორებს იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს არის. და სულ მინდოდა რომ მეთქვა ესეთი რაღაც რომ ნაბადიად გამიგრძელდა სიტყვა. თუ რაღაცის არ გვჯერა, მეგობრებო, თუ დაიმის საშუალება გვაქვს ჩვენ თვალით ნახოთ, მივიდეთ და ჩვენ თვალით ნახოთ. ეს არის ყველაზე მარტივი რაღაც. პირადი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე ახლა ევროპასთან მიმართებით, ხო, რომ იმდენი ადამიანი წავიდა თავის თვალით ნახა ეს ევროპა რა არის და დარწმუნდა იმაში, რომ კი ნამდვილად იქ ცხოვრება და ეს არის არასაფრთხის შემცველი, დაცულობა არის, მშვიდობაც იქ არის რეალურად, რომ ეს მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, პირადი გამოცდილებები და მე აი რაც თქვი, რომ საკუთარი თავის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკუთარი ხმის დაცვა და შენ თვითონ რო იღებ გადაწყვეტილებას, ხო, რა არის ვინ ხარ, რასაკ მედიისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა იმ თემებზე, რომელსაც აშუქებენ მართლა დამოუკიდებლები იყონ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ის, რასაც მე საზოგადოების ნდობაში, რაც ტრანსფორმირდება ალბათ და გვჭირდება ესეთი მედია გვჭირდება ნამდვილად. კი, მედია გვჭირდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და რეალური სურათის დამნახველი. თან ახლოს მყოფი მედია, რომელიც ასახავს ხალხის დღის წესრიგს და ინტერესებს. კი, ზუსტად. მთელი მსოფლიოც ასე ფიქრობს, პრინციპში რაღაც public interest media არის ხა რაღაც ესეთი ტრენდული ამაზე საუბარი, რომ ხო, ეს მნიშვნელოვანი არის. კი, ევროპაზე რო ახსენეთ, რომ გავედით, მე მოყვები ერთ პატარა მე ვიყავი 18 წლის პირველად რო ვიმოგზაურე ევროპაში. იტალიაში წავედით, მაშინ ვიზები იყო ჯერ კიდე და რაღაც 40 დღიანი ვიზა ჩამირტყეს და შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად მარტო ვიმოგზაურე რა. ანუ არ მყოლი ასე რაღაც დიდი ადამიანი, ვინც წამიყვარდა. რომი ნახე? ძალიან ბევრი ქალაქი ნახე, 7 ქალაქში ვიყავი იტალიაში და მე მახსოვს ეს იყო ჩვეულებრივი კულტურული შოკი. 2012 წელი იყო, რომ მაშინ აქ მარტივად რო ვთქვა, ზებრა გადასასვლელზე აქ არ გადადიოდა ხალხი და მანქანა არ აჩერებდა, მხოლოდ შუქნიშნის გაგება არსებობდა და მახსოვს, რომ ფლორენციაში ვიყავი რაღაც ძალიან დიდი ქუჩის გადავსულიყავი და შუქნიშანი არ იყო და ვერ მივხვდი როგორ უნდა გადავსულიყავი, ანუ არ ვიცოდი და ჩემ წინ გადავიდა ვიღაც გოგო, რომელმაც აი ესე უბრალოდ გადააბიჯა ზებრაზე და ძალიან დიდი მოძრაობა გაჩერდა ამის გამო და მე ძალიან დაბნეული ვიყავი, რომ ეხლა უნდა გადავიდეთქო და რო გადავედი და ეს მოძრაობა რო გაჩერდა და მეთქი რა ხდება, ესე ვფიქრობდი და ეს კულტურა რო შევიგზენი და არ ვიცი ეს რაღაც პირადი სივრცის დაცვა ქუჩაში, ადამიანის პატივისცემა. არავინ არ გაშტერდებოდა საერთოდ იქ, იმიტომ რომ აქ იყო არის დღემდე და მაშინ უფრო იყო რომ ქუჩაში რო გავიდი და ეს გიყურებდნენ და ეს ძალიან დიდი პატივცემულობა ესე ვფიქრობ მე და არავინ არ გიყურებდა რაღაც მე ქუჩაში მივდიოდი სილაღე
თავისუფლება. სილაღე იყო თავისუფლება და ქუჩაში რომ მივიდიოდი და რაღაცას ჭამდი ქუჩაშივე და ვიღაცა კაცმა გამოიარა და მითხრა რომ გემრიალად მიირთვიო რა და ძალიან გასაკვირი იყო ეს მაშინ რომ აქ მიუჩვეველი უცებ იქ და ის განცდა იცი რო ჩადიხარ იქ გეუფლება რომ ხარ ადამიანი და ხარ დაცული და ამიტომ არის რომ ადამიანის უფლებები ევროპულ ღირებულებს, რასაც ჩვენ გვთხოვენ მათ შორის, რომ თუ გინდა ჩვენი ოჯახის წევრი იყო, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული შენთან. ეს არავის ჩაგვრა არ შეიძლება, ხო? ეს არის რაღაცა ძალიან ზუსტად ქრისტიანული ღირებულებებიდან. ჩაგვრაზე მეტად მაპატეთ გაწყვეტინე, აი რაღაც გულში მიტევს ეგ ამბავი რა, ის რაც მე მოვყევი 45 ადამიანთან მიმართებაში ეგ იქ არ ხდება რა. არ არის ეგეთი სიტუაციები. კი რა ვიცი, იქაც ალბათ არის გაჭირვე ბაში მყოფი ადამიანები არიან, თუმცა მასობრივად საზოგადოების უმრავლესობას არ წარმოადგენს გაჭირვებული ადამიანის ფენა. კი. ხო და მე მგონია რომ ეგეთ რაღაცებზე უფრო უნდა ვიფიქროთ, ვიდრე რაღაც თავზე მოხეულ ეფემერულ რაღაც მოგონილ საფრთხეებზე, რომელიც რეალურად არც არსებობს და იმ საფრთხის გაუნებელ ყოფა არ გამიუმჯობესებს ცხოვრებას, ახლა მე არანაირად. მე აი ერთ რაღაცას ვეტყოდი ჩემ თავსაც, ჩვენს მსმენელსაც, რომ ესეთი ძალიან მაგარი წიგნი არსებობს, ესეთ სახელწოდებით. წიგნი ქრისტიანულია თვითონ, მაგრამ ესეთი მზიზიულასის წიგნია, თანამედროვე ამერიკელი სასულიერო პირი არის, ქართულად არის ესეც ნათარგმნი და ესე წიგნი გვახსოვდეს მომავალი, ესე ქვია. რომ იცი როგორ არის, აი ყველა რელიგიაში არსებობს რაღაც მომავალი, რომელიც აუცილებლად დადგება. ვიღაცას მეორედ მოსვლა, ვიღაცას აპო, მაგრამ აი დადგება. აუცილებლად დადგება, სადაც სიკეთე გაიმარჯვებს. ნებისმიერ შემთხვევაში აღარ იქნება უბრალოდ ეს სიბოროტე და ყველაფერი სიკეთე იქ, აი ეს იქნება. და იცი იმის და მიუხედავად ჩვენ რაღაცას როგორ გავაკეთებთ ლოგიკურ თანმიმდევრობაში, ხა როგორ გამოვიკვლევთ, თუ ეს მომავალი მაინც დადგება. ანუ წარსულიდან ჩვენ კი არ განვაპირობებთ ამ მომავალს, ეს მომავალი მოდის რეალურად ჩვენთან, ნუ ესეთი არის ეს ესქატოლოგიური, ასე ვთქვათ, ხედვა. და აი ამ მომავალში მე ესე წარმომიდგენია, რომ საქართველო არის წელში გამართული, ძლიერი, ერთიანი, აფხაზეთიც ჩვენია. ევროპის ნაწილიც ვართ, კარგად ვართ, კეთილდღეობაც არის და რაღაცნაირად ეს ფოკუსის გასწორებაც სწორედ აი ამ მომავლისკენ მირჩევნია რომ იყოს და ამ მომავალში რუსეთიც დამარცხდება, უკრაინაც გაიმარჯვებს, გარდაუვალია. როდის მოხდება, როგორ მოხდება, ღმერთს მოგდას ჩვენ მოვესწროთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს მომავალი უნდა გვახსოვდეს, სადაც ნამდვილად რა ვიცი, სიკეთე იმარჯვებს ბოროტებს. კი, ძალიან ისე იმედიანად. ხო, ანუ სიკეთე ალბათ მე ერთ დავამატებდი მან, რომ ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ბოროტება რაღაც კუთხით ალბათ უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში სიკეთე შეიძლება ვერ დავაფასოთ, ხო? ანუ ყველაფერი ხო ესამყარო ხო, არ ვიცი, ეგრეთი მოწყობილი არის, რომ ისიც არის, ისიც არის, სიბნელეც არის, სინათლეც არის, სიბნელე იმის ნაკლებობა, ეს ამის ნაკლებობა, ხო? და მაგითი იქმნება ეს რაღაცა ჰარმონიული. თავარია იმ მხარეს არ გადავიდეთ. თავარია მეტობა არის, სიკეთის მხარეს დავჭეთ და აიცი რა არის, იმიტომ რომ იმ სიკეთის ველში გაგვშენ მხარდაჭერა რეალურად სიკეთის. ანუ თუ მაგალითად რუსეთი ბომბავს იმას საბავშვო ბაღებს, შენც არ უნდა დაბომბო საბავშვო ბაღი. შენ უნდა დარჩე სიკეთის მხარეს და ისე უნდა გაიმარჯვო, იმიტომ რომ იქ არის ღმერთი. და თუ იმ სიბოროტის მხარეს გადახვედი, მაშინ იქ უკვე ვერ წამოყვება, ხო? ის ღმერთი ვიღაცა ათეისტია და შეიძლება ვიღაცის ღმერთი არ არის, მაგრამ სიკეთე არის, ხო? და ის ჩვენი ემპათიურობა და ის ჩვენი ადამიანობა არის, რისთვისაც ამისთვის ცხოვრობთ და გამოგვარჩევს ეს ყველაფერი. ამიტომ, რა ვიცი, ნებისმიერ სიტუაციაში ალბათ ეს არის მთავარი, რომ ვიცოდეთ ვინ ვართ,
და აი მაგიდან დავიწყოთ რა. სულ მაპატიად კიდე გაწყვეტინეთ, ბევრჯერ შეგაწყვეტინეთ, ეს მე არ მჩვევა, მაგრამ ბოდიში. სულ მინდა რომ ეგ ადამიანებს ესმოდეს, ძალიან მინდა რომ ყველაფერი იწყება აქედან. აქ რო კარგად ხარ, მერე შენ გარშემოც რაღაცეები ხდება უფრო კარგად, იმიტომ რომ კარგად ყოფნა არის გადამდები. ანუ მე რო კარგად ვარ, თქვენს კარგად ხართ, თქვენ რო კარგად ხართ, ვიღაც. ეს არის მე გადადის კოლექტიურ ცნობიერებაში და გადადის კოლექტივში და ბევრი ეს ბოლო პერიოდი მაგისი ნათელი მაგალითები არსებობს და თვალები კარგად გავახილოთ და მნიშვნელოვანი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცალკე ეპიზოდი უნდა გავაკეთო აუცილებლად კრიტიკული აზროვნების უნარი არ დავკარგოთ არც ერთ სიტუაციაში, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ან მოგწონდეს, რასაც გვეუბნებიან, კრიტიკულად შევხედოთ და გავიაზროთ, ხო, ეს ხო კითხვების დასმა, თავარი. რაც ამისთვის არის და თქვენი პოდკასტიც ამის მშვენიერი საშუალებაა, რომ თავის ნებისმიერი კითხვა, რომელიც თავში გაგიჩნდათ, ეს და შეიძლება პასუხი არ გქონდეს. შეიძლება პასუხზე ვიფიქროთ, მაგრამ ეს არის ზუსტად ფიქრის გარემო, რომ უი დავფიქრდე ხა და ვიფიქრო ნეტა ეს როგორ, არ ვიცი, მე შეიძლება სხვა პოდკასტში მოძებნოთ. ან ვერ მოძებნოთ პასუხი არა აქვს, მაგრამ თავარი კითხვის დასმა არის, რომ გაჩნდეს ეს კითხვები და ეს იყოს და დანარჩენი მე უკვე გამოჩნდება. გეთანხმებით. ბოლოს მინდა რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ახალი წამოწყება თუ არ ვიცი რა ქვია, თქვენ თუ რამე დაგჭირთ სათქმარი შეგვიძლია ვთქვათ. მინდა რომ ჩემს მაყურებელს და მომავალ სტუმარს დავუტოვოთ კითხვა. შეიძლება ეს იყოს ერთ და იგივე კითხვა, შეიძლება იყოს სხვადასხვა. მომავალი სტუმარი ვინ იქნება? მე კი ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვით. მაგას გადაწყვეტ მნიშვნელობა არ აქვს, როგორც არ უნდა იყოს და მაყურებელს რომ კითხოს დავუტოვებ, ძალიან მინდა რომ კომენტარებში თქვენი პასუხები მოვისმინო. რთული ის არის, ამოცანა არის, რომ რა შეიძლება რომ კითხოთ ჩვენს ხო ეს ხო ხვდებით არა აქ ამას მნიშვნელობა ეს არ არის თემატურად არ უნდა იყოს გამართული ამ თემასთან აი ნებისმიერი კითხვა როგორიც არ უნდა გაგიჩნდეს თავში ყველაფერი მისაღები არის შეიძლება უბრალოდ იკითხოთ როგორ არის ხო ანუ აი ყველაზე მარტივად რა კი და ხო ესე ძალიან მარტივი კითხვა არის მაგრამ ესეთია რა კითხვა ესეთია რაღაცნაირად მარტივად ჟღერს მაგრამ მე მაგალითად ესეთ кайხანი ვიფიქრე რა ამაზე რა რომ თითქოს და უკავშირდება იმას ვინ ხარ რა და საით მიდიხარ ანუ მომავლიდან შენი თავი რას გკითხავდა რა შეკითხვას დაგისვავდა მომავალი რამდენია არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება ერთი თვის შემდეგ მნიშვნელობა ის მომავალში ჩემი თავი რა კითხვას მისვავს და საინტერესო ხო, მე თუ გინდათ უპასუხეთ კიდევაც, მაგრამ კითხვა რა არის თვითონ, აი კითხვა რა არის, რას გვეკითხება? ძალიან საინტერესო კითხვაა. მეც უნდა დავფიქრდე მაგას. ესე იგი, კითხვა გვაქვს, ეგეთ ერთი კითხვა დავუტოვოთ, შემდეგ სტუმარსაც და მაყურებელსაც, ხო? დავუტოვოთ შემდეგ. მომავალში ჩვენ თავი რას გკითხავთ? რას გკითხავთ? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. საინტერესო დიალოგი შედგა მომგონი ჩვენ შორის. თუ რაღაცა კითხვები გაუჩნდება მაყურებელს ამ კითხვის გარდა, შეგვიძლია რომ მე გავცეთ მაგ კითხვებზე პასუხი. ბატონო, დიდი მადლობა თქვენ. რა ვიცი, გახსოვდეთ მომავალი, მე ესე ვიტყოდი და დიდი მადლობა თქვენ რომ აი ამ ფიქრის გარემოს ქმნით, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რესურსი არის ადამიანისთვის, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველას. მადლობა.